ეს სექტანტური მიდგომა, წარმართული მიდგომა, ფანატიკური მიდგომა არ არის სწორი. დღევანდელ სივრცეში ხომ ფანატიზმი უფრო გრიალებს რელიგიურ წრეებში. ან მაგრამ აფრენენ. ან კიდე დამჯდარი სააღიაზრონება, რომელიც არიგებს ქრისტიანობა ნიშნავს, რომ განათლებულობა არის. ესე იგი განათლებული კაცი აღიარებს ღმერთის არსებობას. და ეს უკუღმა სატანა შემოატრიალა და გაუნათლებელი დებილი კაცი იძახის ღმერთი არისო და კითხებს რომ დაუსვან კაც უხებს ვერ გაგცემს და ჯოხით გამოგეკიდება. გამიგეთ, არ არის ეგ სწორი. ქრისტიანობა არის ქრისტე განათლებული ადამიანი, რო იძახის, იკვლევს, რომ ღმერთი არის და სწავლობს ღმერთის მიერ შექმნილ კანონებს ფიზიკაში, ბიოლოგიაში, გენეტიკაში, ყველაფერში რა, ასტროლოგია, ასტრონომია, ყველაფერში, გეოლოგიაში ეძებს ღმერთის, იმეცნებს ღმერთის ამ შექმნილ იმას. ესე იგი, მეცნიერი, რა არის მეცნიერი, ვთქვათ, გეოლოგი, ეს არის განათლებული კაცი გეოლოგიაში. გეოლოგია არის მეცნიერება, მოძღვრება დედამიწის შესახებ, რომელიც სწავლობს დედამიწის აგებულებას, ქერქს, რამდენი წლის არის, როგორ არის და ნამდვილი გეოლოგი, რომელიც ღმერთს აღიარებს, იკვლევს და ადასტურებს ბიბლიაში მოცემულ ფაქტებს. ეს არის მეცნიერი და როცა შენ ახლა აფრენ გიჟივით და იცი რა არ გამაგონო ეს არ არის, ეს არ არის ჩემოკარგებო. ხო და პირდაპირ აი თანამედროვე ვინც ასეთი მეცნიერია, ვინც მეცნიერია მიიღო განათლება ბიბლიაში. აი უცნაური კიდე რა არის, აი ჩარლზ დარვინი თავიდან იყო ბიბლიას განათლება ჰქონდა ასეთი. აი როგორი დრო არის, ნახეთ რა დრო მოვიდა. ბევრი რამე მანდ თანამედროვე მეცნიერების მიერ დამტკიცებული თეორიები, რომელიც უარყოფს ევოლუციის თეორიას, მანდ არ ფიგურირებს. ნახე, რაც აწყობს ადამიანს, იმას უშვებს. ძალიან დიდი ჩაიდო ფინანსური დაფინანსება მან ვინც შეკვეთა მისცა ამის, არიან ათეიზმი ხლა გრიალებს. გამიგეთ, აღორძინება უნდა ბოლო პერიოდში ბიბლია ამას გვეუბნება. ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ვინც რწმენაში ზის და ეს რწმენა არის რაციონალური რწმენა და საბედნიეროდ არის ადამიანები ღმერთის მიერ გაჩენილი, რომ მთლიანად 100%-ით კი არ იძახიან იმას, რასაც ათეისტები იძახიან. მეცნიერებაშიც არის, მაგალითად აინშტაინი არ აღიარებს ევოლუციის თეორიას. ეს დიდი ფიგურაა ფიზიკურ სამყაროში, ხომ? ფიზიკოსების წრეში. ეს უდიდესი ფიგურა არის. ამას ვერამ ვერ გადახდება ალბერტ აინშტაინს. სხვა მეცნიერებებზე თავს ახალ შეგაწყენთ, რომ ამოგიწეროთ რამდენი მეცნიერია, უდიდესი მეცნიერები, რომ უარყოფენ ევოლუციის თეორიას. ეს არის ჰიპოთეზა და არანაირად არ არის სტაში დამტკიცებული, იმიტომ რომ დარვინი მე-19 საუკუნის კაცია. მე-19 საუკუნეში დაიბადა ჩვეულებრივი ადამიანი, საშუალოდ სწავლობდა, იყო პასტორის ოჯახში, რაღაცა დაინტერესებული იყო, მაგრამ ნერვები მოიშალა ალბათ ბიბლიაზე. ხო არის ადამიანებს ნერვები ეშლებათ რაღაცეებზე. როგორც ნერვები მოიშალა ბიბლიაზე ლენინს, რო ასწავლიდნენ სკოლაში, აკაკი წერეთელს აკრიტიკებდნენ, რასაც ხედავდნენ იმ რელიგიას, გააიგივეს ღმერთთან. ეგ არაფერ შუაში არ არის ბიბლიაში მოცემული ღმერთის სიტყვა, რომელიც არის, ხო? და დარვინი ახლა მე-19 საუკუნეში დაბადებული, ახლა ტექნიკა ისეთ დონეზე არ იყო, არაფერი იქ არ იყო ისეთ დონეზე, ხო? მაშინ იწყებოდეს აფეთქებები და დარვინსაც ჩვეულებრივად ეს არის რომ დაჯდე და შენი აზრები სამყაროზე დაწერო. ეს არის ჰიპოთეზა, ვარაუდი. ეს უფრო ფილოსოფიური შეხედულებაა სამყაროზე. გაერთო და გაუხარდა რა, რაღაცა ეს არის, ის არის, აი ეს ცხოველები მილიარდი წლები, სად გაზომა? ეხლა აი დააკვირდით რა მამაძაღლურად არის ნათქვამი. 20 მილიარდი უკან შეიქმნა სამყარო. აი ვინ გაზომა ეგა? შემდეგ დედამიწა კიდე 4 მილიარდისაა. აი როგორ გავიგო ეხლა მე აი როგორ და თან კიდე განვითარება მარტივიდან რთულისკენ. როგორ მოხდა ერთი ფორმაციის, ესე იგი, უჯრედი, ერთი პატარა უჯრედი იარა წლები გადაიქცა ფრინველად, მერე რაღაც უფრო მაღალ ორგანოდ, მერე ასე შემდეგ იარა მაიმუნამდე და უშუალოდ ადამიანის წინაპარი არის მაიმუნარი. აი ხა შვალედურ პერიოდში ეს რო არ გათხრებ მარდა დასტურა ის როგორ მოხდა გადასვლა, მეტამორფოზა, როგორ ხდება ერთი ფორმაციიდან მეორე ფორმაციაში გადასვლა. შვალედური რგოლი არ არის. და არც იქნება. მერე როგორ შევამოწმო ისა? ესე იგი, მილიარდი წლის უკან ვერ წავალ და მილიარდი წლის წინ ვერ დამივერწავა. ესე იგი, ფანტაზია ესა. ეს არ მოწმდება. შენ იძახი ამას და არ გინდა ახლა ისეთი მამაძაღლურია და ესე ეშმაკურია, არ მოწმდება ეს. არა, აი, კიდევ ვიმეორებ, მე მგონი გაიგეთ. მილიარდი წლის, 4 მილიარდი წლის უკან შეიქმნა დედამიწა. ხო და ადამიანი კიდე, სანამ მარტივიდან მიიღებდა ამ ფორმას, როგორც დღეს აგვაქვს, გაიარა 2 მილიარდი, 3, 4 მილიარდი წელი. და ასე იარა ნელ-ნელა დაიწყო რა ამებადან, მერე გადავიდა ის ფრინველი, მერე და ეს ერთი მარტივი უჯრედიდან, ესე ხერო წარმოიდგინოთ, ერთი რაღაცა უჯრედიდან, პირველი სასიცოცხლო უჯრედიდან წარმოიქმნა ყველა დანარჩენი სახეობა, რასაც ჩვენ უყურებთ. ფრინველები,
მღოღავები, მცურავები წყალში და ადამიანი. და ჩვენი უშუალოდ ჩვენი წინაპარი ყოფილა მაიმუნი. ცხოველებიდან მაიმუნია ჩვენი წინაპარი. მაიმუნიდან ჩვენ რაღაცა მილიონი წლები ვიარეთ და უცებ გავხდით ადამიანი. აი ეს შუალედი მაიმუნიდან ადამიანი გადასვლის პერიოდი სად არის? როგორ უნდა იყოს ეს რაღაცა ხო უნდა ნელ-ნელა უნდა დაიწყოს ევოლუცია თვითონ თავის თავს ეწინააღმდეგება. ევოლუცია არის თანდათანობითი განვითარება. სად არის რომ მაიმუნიდან ადამიანი თანდათანობით როგორ მივიდა ადამიანში? მან ევოლუცია კი არა, რევოლუციას ქონია ადგილი. მაიმუნიდან ლაც და უცებ გავხდით ადამიანი. აი სად არის მისი სუსტი აი ესა რომ დაიჭიროთ, მაგრამ მიუხედავად ამისა ადამიანს არ ჭირდება, არ უნდა იგა უტვინოს, იცი? მე სად შევამოწმოთ ეს? გათხრებმა არ დაადასტურა თანდათანობითი გადასვლა თვითონ ევოლუცია ესე იგი ხო მიკროევოლუცია კიდე გასაგებია რომ დავიბადე მე ვიზდები შიგნით მოზარდი ვიყავი დედის საშოში და წავიდა ეს ევოლუციური მომენტები მაგრამ ეს ისეთი დაპროექტებულია და ისე გონივრული არსების მიერ არის ჩადებული ესა რომ მე მგონი ეს ყველა მიხვდება გამიგე რომ ეს შემთხვევით არ არის და აი ეგ სად შევამოწმო ხლა 20 მილიარდი წლის უკან მე 20 მილიონი წლები ჭირდება მაგალითად ეხლანდელ ადამიანს განვითარდეს და უფრო მაღალ საფეხურზე ვის შეამოწმებს ამას მითხარით ვინ ნახე გადაგვიჭერა გზა იმ თავითვე აი მილიონი წლებით ხო რას გვეუბნება ბიბლია პირდაპირ გვეუბნება და თანამედროვე აღმოჩენები ფიზიკური მაგალითად კვანტური მექანიკა გამიგე პირდაპირ ათეისკა იმას ისა შემდეგ აი ეს თანამედროვე გაზომვით ისენი რომ შემოიღეს. პრინციპში ევოლუციის თეორია ეყრდნობა რამოდენიმე აი ამას რა მონაცემებს, მეცნიერულ მონაცემებს, გაზომვის საშუალებები და მე მიწაზე ვთქვათ, იქით აი მაგა ნახშირბადი 14 რო არის, მაგით რო ზომავენ, მაგრამ არც ესეთი უვიცობაა საჭირო, როცა გაინტერესებს უნდა წაიკითხო, იცი? თუ არაფერს არ კითხულობ, არც უნდა ილაპარაკოს ადამიანმა და მოусმინოს იმას, ვინც მეტი იცის და ვინც ლაპარაკობს. არ შეიძლება, ხო? ჩემზე აღმატებულ კაცს მე ველაპარაკო. ჩემზე აღმატებულ კაცს მე მოусმენ. პირადად ჩემი აზრი ასეთია. ცოდნაში ჩემზე აღმატებულ კაცს მე უსმენ. არ ვეკამათები. ხო და თუ მე იმაზე მეტი ვიცი, იმას გავაჩერებ, მე ვილაპარაკებ, შენ რატომ უნდა ილაპარაკო? სწორი არ არის? ლოგიკა ამას კარნახობს. ახლა სად ბავშვმა ილაპარაკოს საღანზე და სადმე, ხო? როცა იგი გამასწრებს ცოდნაში და ჩემზე მეტი აქვს ამას დამოგაგროვილი ცოდნა, უფრო უპრიანია და უფრო ჭკუასთან ახლო არის, მე მოусმინო მას, ვიდრე იმან მომისმინოს მე. იმიტომ რომ მის ცოდნაში ჩემი ცოდნაც იგულისხმება, მოიცავს ჩემ ცოდნას. გამიგეთ? ხო და როცა აინტერესებს კაცს ესეთი თემები, მაშინ უნდა დაყარო, შემოკარგო და შენ თუ ზარმაცი ხარ, ეგ შენი პრობლემა არის. ზარმაცობის გამო თუ ამას არ კითხულობ და აგერ-იგერ ფრაგმენტებს უსმენ, ეს უკვე მიუთითებს შენ ცოტა გულგრილობაზე ამ საკითხთან დაკავშირებულ და არ გაინტერესებს ეს თემა და ტკივილით არ ახარ გამსჭვალული. ან უნდა დაუჯერო იმას ვინც იცის, ან გაჩერდე. ხო ესეა სწორედ. წინააღმდეგ შემთხვევაში ახირებული და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდებ თავს. მაგას ვლაპარაკობთ ესე იგი, როცა დარვინი არის აღებული როგორც მამად, ევოლუციის მამად, მაინტერესებს, რომელი საუკუნეს ეკუთვნის, საიდან მიიღო ეს ინფორმაცია მაგან. ინფორმაცია უნდა მოპოვებული იქნას. ან გარედან ან შენი კვლევაძიებით, გამიგე? და რა დონის გონგონება გაქვს შენ? შენ წინ არსებული სამყაროს მეც ვხედავ და მანტო შენ ახარ ახლა ჭკვიანი დარვინი, შენზე ჭკვიანები მე-19 საუკუნეში არ იყო თუ მე-20 საუკუნეში არ არიან. გადახედა, გადმოხედა გემზე დაჯდა და იმოგზაურო სამხრეთ ამერიკაში, აიღო რაღაც ცხოველი დაახედა და დაიწყო ბოდიალი და დაჯდა მე და გაერთო რა, როგორც მწერალი დაწერს რაღაცას. ჯადოქრებზე ხო წერენ მწერლები? ეს სწორი ეგა. ადამიანის ფანტაზია ხო? ეგ ხო უნდა შევამოწმოთ. მაგრამ როცა ბიბლიაზეა ლაპარაკი, აქ შემოწმებულია ბევრი რამე. ეს ხომა ეს წიგნი რო იყოს ისე დაწერილი, რომ ადამიანმა დაწერა, დაჯდა და ფანტაზიები დაწერა, ეს შემოწმებით განადგურდება ეგა. დღეს ძალიან ბევრმა აღმოჩენებმა ბიბლიასთან მიიყვანა მეცნიერები. როგორ შეიქმნა სამყარო პირდაპირ წერია პირველ სამუხლში. ენერგია, მატერია და სივრცე. მერე დრო, აინშტაინმა ის მაინც აჩვენა, რომ ამ დროის ის არის რელატიურია დრო და ესე იგი ამ ხილულ სამყაროს იქით კიდე სამყარო არის, რომელსაც ჩვენ ვერ ხედავთ. ესე იგი, სწორი უნდა იყოს აი ესეთი ადგილები ბიბლიაში სასწაულები, როცა ქრისტე აღსდგება და აი იმის ხეულით უკვე დაბყოლება აღარ ექნება და დაკეტილ გარებში გადის. სხვა განზომილებაშია იგი. აი აქვე არის და ვერ ხედავთ. გამიგეთ? ესე იგი, არის ხილული სამყაროს იქით სამყარო და საიდანაც რაღაცა ხდება და რაღაც სიგნალები მოდის. აქამდე მივიდა თანამედროვე ფიზიკა, მე ხომ არ გონია ჩემ ფანტაზიით ვიძახი ამას. ვისაც არ უნდა ეხლა ცოტა იცი რა არის, ცოტა უნდა გაისარჯო, უნდა დაატანო ძალათავს, თუ გაინტერესებს ჩემო საყვარელო, არის წიგნები. და მარტო ერთი რო დაიღლია ეხლა კომუნისტები გვტენდნენ თავიანთ გაგებას და იცი რა არის, აი ნუ მიმალა, ისეც მაჩვენე და მე თვითონ ავირჩევ რა.
გონიერი ხო, როცა ვისაც პრეტენზია გონიერებაზე აქვს, ამაზეა ლაპარაკი და არა უტვინოზე. უტვინო კაცი გინდა ის დაუდეგე, ვერაფერს ვერ გაიგებს. ლაპარაკი გონებრივ განვითარებულ ადამიანზე, ხო? დამიყარე ისეც, ესეც, წავიკითხავ და მივხვდები შედარებითი პრინციპი, რომელი უფრო ჭკუასთან არის, აგერ არის ბიბლია და დავდგები რომელიღაც მხარეზე, ხო? ვისაც უნდა ამის კვლევა. ჩემთვის მაგალითად დიდი კვლევა ამჭირდება მე. ბიბლიაში მოცემული ჩემთვის ის ავტორიტეტი არის. ამჭირდება კვლევაძიება. იკვლევს სხვა, თავი იმიტომ რომ მაინც იქმნება. ხო, როგორც ბევრმა დაიწყო კვლევაძიება და ბოლოს ისე მივიდნენ იქამდე, ხო, რა რაღაცა გონიერი არსება არის. თუ რა რაღაცა აგერ ბიბლია გეუნება ვინ არის და ვინ მოგწევს ინფორმაცია. ყველაფერი მაღალ დონეზეა. მიუხედავად ამისა, რომ ძალიან ფანტასტიკა არის ევოლუციის თეორია, უდიდესი უმრავლესობა დღეს მაგით ცხოვრობს. აი რო თქვენ შეისწავლოთ, თქვენ თვითონაც გაგეცინებათ. როგორ გაზომე, რომ 20 მილიარდი წლის არის დედამიწა. თანამედროვე რომ ფიზიკამ დაადგინა ისე რომ მზე იკუმშება. რაღაც 0 და 1%-ით იკუმშება. 20 მილიონი წლის წინ თუ გადავალთ ესე იგი ისეთი დიდი ყოფილა მზე ფაქტურად დედამიწას დაწვავდა. ესე იგი ტყუილი ეგეც ხო? ეს მეცნიერება არის და დადებულია და დამალული არის. ვისაც უნდა გაიგებს, რატო აღნიშნეთ ისეთ ესე რომ მადლობა ღმერთს რომ ესეთი ხალხიც დაბადა. ხო შეიძლება არ გამოჩენილიყო ესეთი და სულ გამუდმებით სულ ყველა სატანის სამსახურში ყოფილიყო. ეს ორი მოდის. ეს ორი ხაზი. მატერიალიზმი და იდეალიზმი, ათეიზმი და თეიზმი. ერთი სათავეში ადამიანი ვიცით კაინი იდგა და მეორეში აბელი. ეგ ხო ვიცით ჩვენ. ერთი რომ აღიარებს ღმერთის ავტორიტეტს და სამყარო ღმერთის მიერ შექმნილ, მეორე რომელიც იცი რა, ღმერთის გარეშე ცხოვრებაც ძალიან საინტერესო არის. და შესაბამისად მეცნიერებაც, კულტურაც, ხელოვნებაც ამ ორ იმას მოყვება. ერთნი არიან აქეთ ამ მხარეზე, მეორე იქით. ამიტომ მედიცინას რაც შეეხება, მედიცინა რომელიც აქეთ ამ მხარეზეა, უფრო აბელის ხაზს მიყვება, მე იმას ვაღიარებ. მედიცინას, რომელიც არის კრეაციონისტული ქირურგი, აღიარებს სამყაროში ღმერთის არსებობას, იმ ექიმთან ერთი სიამოვნება მიხვიდე. გამიგე და იმკურნალო. აი ესეთი ექიმს მე არასოდეს ვარც არ ეტყვი. ეს არის კაცი, რომელიც სპეციალობით აიღო მედიცინა, მაგრამ არის მორწმუნე და აღიარებს ბიბლიის უმაღლეს პრინციპებს. აი ეგეთი ტიპი თქვენ როგორ გიკუნდანავთ, მითხარით. თავის თავზე ბევრ ამის ხო არ აიღებს. და გადახედეთ ახლა ათეისტი ექიმი რას გაიკეთებს. მიკრიჭავს, მოკრიჭავს, გაკერავს, ფეხსაცმელი და გადაგაგდებს. სიყვარულიც არ აქვს. მაგრამ მორწმუნე ექიმი მე როგორ განმიხილავს, იცი? როგორც ღმერთის შექმნის და თრთოლვითა და იმით მიყურებს, სიყვარულით მიყურებს. ღმერთის რჩეული არის იგი ამ დარგში. და ძალიან იმაზე მეც არ გააკეთებს, რაც საჭირო არ არის. ხო, დღესდღეობით სამყაროდან განიდევნა აი ესეთი მეცნიერები და სამწუხაროდ სამკურნალო დარგში ძირითადად გაბატონებული არიან ათეისტები. თუ ვინმე შეგხვდებათ, რომელიც არის სამყაროს აღიარებს ღმერთის შემქმნელად, აი ესეთი ექიმი მე მგონი უკვე უფრო კაი რაღაცა არის რა. ყველანაირად. და ამ დღევანდელ პირობებში დღეაც რაც ხდება სამყაროში, ათეიზმი აღორძინდა, ნეოათეიზმი შემოუტიეს და ცხოვრება რა, მოდი ვჭამოთ, სვათ, ვიგრიალოთ, გავქრებით. აგის დედაცვატერი, არის რაღაცა ენერგიები, იმათ მოხვალ, ბუზათ მოხვალ, ამათ მოხვალ. ეგრე არ არის. შენ უნდა მიიღო ეგ, თორე ერთვენერ დღეს აღმოჩნდები, აი იქით და უცნაური ის არის ადამიანები რომ ამას აიტაცებენ. რატო? გაწყობს ეგ. რატო? რასიზმს ქადაგებს მაგა. ქალების შევიწროება მაგ იმაში. მე რეცი რა ძლიერმა უნდა გაიმარჯოს. სუსტი მოკლათ. გაწყობს რა ყველანაირად ეგა. კონფლიქტებს აჩახებს რა. რაღაც აი გაამართლო შენი წარმოშობა თუ არისტოკრატი ხარ, იცი? უშობ მონათმფლობელობას. სისულელე ყველაფერი. ეს ქრისტიანობას ეწინააღმდეგება. გამიგეთ? გასაგებია რატო აიტაცა დიდმა უმრავლესობამ. განსაკუთრებით ელიტარულმა კლასმა. რატო იცი გამართლებულია ჩემი ყოფნა. მე ძლიერი ვარ, შენ სუსტი ხარ. მე ჭკვიანი ვარ, შენ იდიოტი ხარ. გამიგეთ? ამიტომ უნდა იყოს ესე განსხვავებულობა კაპიტალისტური მაშიდაც მდიდარის დაშვება, ღარიბიც უნდა იყოს. იცი რა, შენ ღარიბი იმიტომ არ ხარ, რომ შნუ არა გაქვს. მე კიდე ჭკვიანი ვარ. გასაგებია რატო აიტაცა ხალხმა დღესაც რატო არის ეგა? აბა გადახედეთ ქრისტიანული და ღმერთი რო შემოდის, მდიდარი უკვე ვეღარ იტრაბახებს თავისი სიმდიდრე თუ ღმერთს შემოუშვებს. ეს რაც აგაქვს შენი კი არ არის. ღმერთმა იმიტომ მოგცა რომ ზე თუ საჭიროა უნდა გასცე ეგა. ხედავთ, ამიტომ არ უნდათ. შემოუშვებ რა ღმერთს, აი ინგრევა ყველაფერი. და ამას შემოუშვებს ახლა ვინმე? აი შემოუშვეს ხო? მაგალითად რაკნას მე ნაციონალისტმა შემოუშვებ ამას მაღალ დონეზე, ქართველი რო ქართველია, იმასაც არ მოეწონება, იცი რა უნდა გათანაბრდეს აზერბაიჯანელთან, სომეხთან, უნდა ნახოს რომ ისიც ღმერთის შვილია. ხვდებით? აი არ არსებობს უკვე
რასობრივი და ესეთი ინტერესები, გამიგეთ, განსხვავებები უბრალოდ. ამიტომ არა, ეს არ მაწყობს, ეს ისე დავიტოვოთ და ნაციონალიზმი გრიალებს, ხო? ნაციონალისტი ხარ, ესე იგი ევოლუციის მიმდევარი ხარ. რატომ მაგას ლაპარაკ? ეგ გერმანია აიღეთ ნაცისტები, ჰიტლერმა აიღლია ნიჩსესა და ამის ფეგა და გავწყვიტოთ ყველა. ჩვენ ვართ ყველაზე მაგრა. იაპონელები აიღეთ. ეგენიც ერთ-ერთი ისინი თავისი რელიგია აქვთ, მაგრამ მაინც რო დავიყვანოთ ერთზე, ეგენიც სამყაროს მატერიალურ გაგებას აღიარებენ, ევოლუციას აღიარებენ და რაღაცა უნიკალური ისაა, რომ თვითონ იაპონელია ღმერთის შექმნილი. ეგ რა წესიერი? ეგენი არიან ყველაზე ამაყნი გამიგე. ნაციონალიზმი სადაც არის? ეგ ევოლუციის დამადასტურებელი არის. გამონაკლისი ესეთი ქვეყნები იყო ინგლისურენოვანი ქვეყნები და ამათაც ერხევათ ახლა. მოვიდა სხვა პერიოდი უკვე და ცირა ასწორებს რა ეს თქვათ აი სამყაროს მატერიალიზმი იცი რა დრო გაატარე რაც გინდა აი რაც გინდა ქენი ყველაფერი დაზვოლენია რელატივიზმი აი ნებისმიერ სიტუაციაში რასაც ძახის სწორია აწყობს ეგ ყველას ხო ჯოგზე მაინც ჯოგზე გაუშვეს ეგა და რაღაც მართლ წრეებში რაღაც კანონები არის რომ არ დაინგრეს სახელმწიფო ჯოგი კიდე რაც გინდა ქენი რა შეუშე აი გაატარე დრო ყველაფერი მორყეული არის არ არის სწორე ეგ იცი ღმერთის მიერ არის დადგენილი ეს და არ არის სწორე აი რასაც დღესაც ქართულებში შევიდა თავისუფალი სექსი აი იფშიტინოს ქალმა ზეითქვე და მე გათხოვდეს არ არის ეს სწორე და ეგ თქვენ პიშაქარი თუ გაქრებით გაატარეთ რომ მაგრამ მოგეთხოვება ამაზე პასუხი ეს ღმერთს არ უთქვე ესე იფშიტინეთ არავის არ ეშინია ამის იმიტომ რომ არა აქ გაგება ღმერთზე და ერთჩვენერ დღეს იქ მივლენ ცირა შოქს მიიღებენ მე ვნახოთ აბა დემოკრატია როგორ გადაარჩენს ქვეყანას და იფშიტინი ზეითქვით პირდაპირ არის მოცემული მათ ურთიერთობა ქალისა და კაცისა რომ ეს პასუხისგებლობა რომ ეს სიყვარული და არა ისე სადაც მოგეხასიათება იქ შვილი გააკეთო და მე ნაგავში გადააკეთო ეგ არსად არ წერია აი ბიბლიაში არ დაწურდება და ეგ ღმერთის სიტყვაა დარვინს დაუჯერო მე კაცო დარვინი ერთი უტვინო კაცმა დაწერა სისულელეები და თან ისეც არ იცოდა ეს სწორი იყო თუ არა თვითონა თქვა მაგი რომ ისეთი ორგანიზებული არის ყველაფერი სტრუქტურა თვალი როგორია აგებულება თვალი ძალიან ძნელია თქვა რომ ეს ევოლუციის შედეგად არის განვითარებული ამიტომ დარვინმაც თქვა რომ სისულელეა რაღაც ესაო და რომ დამიმალე ეს ნათქვამებიც ადრეცა თქვი მთლიანად მინდა იცი ის თვითონ დაეჭვდა ამ თეორიაში თვითონ დარვინი და ის დაეჭვდა კაცი და ამას მიმალავდა ახლა შენ აიტაცე ესე იგი мотиваცია შენი რა არის რომ გამოირგო შენა მართო გაამართლო შენი მაძაღლობა და ტყავი გამაძრო და საერთოდ გაამართლო ომები დარვინიზმის თეორიის თანახმად ომები გამართლებულია ბიბლიის თანახმად არ არის გამართლებული ცოდვის შედეგი ეს და არ არის საჭირო იმიტომ რომ თავად მაცხოვარმა გვაჩვენა ეგ რომ მოვიდა არა იმისათვის რომ რომის იმპერიისგან გაენთავისუფლა იუდაელები არც სიმდიდრე ქონდა მას არაფერი პირიქით პეტრეს ეუბნებოდა ხმალი ჩააგე ის მშვიდობის მოყვარე იყო და დარვინის თეორიის თანახმად ომი გამართლებულია ძლიერმა უნდა დაიპყროს სუსტი ტყავი გააძროს მდიდარმა ღარიბს ტყავი უნდა გააძროს ხო და როცა დარვინის თეორია აქვს დამქირავებელს ვთქვათ ბიზნესმენს ის მე ფულს არ მომცემს რა მამუშავებს უფულოდ თლათ რომ არ ავჯანყდე გადმომიგდებს 2 კაპიკს გამიგეთ მაგრამ ქრისტიანი უკვე იცის რომ რატო აძლევ ესეთ ცოტას შენ რა მსოფლმხედველობა გაქვს შენ რომ გამდედე რისხაძე მიჯდიდრდები ატყუებ ადამიანებს აი თანდათან ეს გაგება ამოვიდა და ნახეთ სატანური გაგება შემოვიდა ათეისტური გაგება შემოვიდა და განსაკუთრებით საქართველოში მაგრაგრიალებს რა აი მანდ როგორ შეიძლება აი ასე ექცეოდი ადამიანს ვინც უმუშევარია რაც მანდ ხდება 70% მუშევარია როგორ შეიძლება მანდ ფასიანი იყოს ყველაფერი რატომ იმიტომ რომ მანდ არის ათეიზმი და ევოლუციონიზმი თავში სადაც ძლიერი იმარჯვეს მდიდარია ჭკვიანი და ესე ქვეყანა დაინგრევა და საბოლოო ჯამში პასუხს აგებს სუხველა და ახლა შიოლაშვილიც მოვალეობა უნდა იყოს ის რომ ერში შეიტანოს კრეაციონიზმი ღმერთის სიყვარული პრეზიდენტში მაგრამ ამიტომ ჯერ თვითონ უნდა უყვარდეს და როცა ღმერთის სიყვარულს ეზიარება ჩვენი შიოლაშვილი აი მას აღარ გააკეთებს რასაც აკეთებს ორგანიზაციის თავმჯდომარე რო არის პრეზიდენტი და თვითონ არის გაღმერთებული კოცნიან ხელებზე და აზრდებენ და ეგ ყოფილა ბრძენი და სულ ყველაფერი ასე რომ მაგასაც ღმერთი არ აწამს ბიბლიის ღმერთი ხო წაიგითხოს ისა და მიხვდება თავის ადგილს და როლს ქრისტე არ იყო გაღმერთებული ღმერთი და მით უმეტეს ადამიანის შიოლაშვილი არ გადახედათ ქრისტეს ცხოვრებას სახლი მაგას არ კონდა არაფერი მაგას არ კონდა სიმდიდრეზე ვარსი ძახთა ღარიბებში ხატაკებში რა ხალხში იჯდა რა და მშვიდობის მოყვარე იყო და ღმერთი იყო ის ღმერთი ხალხნო ხო და ამას არაფერი არ შეუძლია ხო გაუბედურებული ავად გახდება ავსტრიაში გავარდება სამკურნალოდ და ხატებზე რატომღაც არ ლოცულობს ამ ჯოგს კიდე მიუგდო ისენი სასწაულები ხატიდან კიბოს მოარჩენე თვითონ რატო არ ლოცულობს
თითო რვავად გახდებოდა, გააცუნცულებენ იქა ხან ინგლისში და ხან ავსტრიაში. ბოგანო მაინც ტყუდება რა. და ვისაც უნდა აიგებს და ვისაც არ უნდა შემოყარგება. ყველაფერი დაყრილი არის გამიგე და ახლა არაფერი არ გაქვს წაკითხული და ასლაპარაკო ფიცი. საბჭოური განათლებით შეიძლება მელაპარაკო. კაცი რომელიც საბჭოთა განათლებას დაიტოვებს და ისევ აღიარებს რომ ეს ცოდნაო, იმასთან ლაპარაკი არ აქვს რა. უნდა გადააფასო შემდგომ ათეიზმი გაქვს თავში. არის სხვა განათლებას. მიიღე ეს არის სხვა განათლებას. დღეს ახლა საქართველოში პატარა იმის იმაზე მაგრაგრიალებს ხარ რა გამკვირვებია ხო? ზოგი მოსახლეობის 1/13 მაინც ხომ აღიარებს ვითომ ქრისტიანობას. აი საქართველოს ხო რა ვიცი 99% ქრისტიანი. აი ეგეთი რამე შეიძლება ხდებოდეს ქრისტიანულ ქვეყანაში რაც მანდ ხდება. რანაირ გაგებაა ქრისტიანობისა? რა ეგ რა გაგებაა? ერთი ნაწილი მაგრაგრიალებს, მეორე ნაწილი რელიგიაში არის მიტმასნებული, მესამე ცალკე თავისთვის ბოდიალობს. რა არის ეგა? სად არის მათ ღმერთის სიყვარული? სად არის მათ სიყვარული იმისა რომ ღმერთმა ადამიანის შექმნა და იმასაც ისევე მოფრთხელა უნდა გამიგე? რა ურთხილება იმენს ამედიცინებაში მაგას? ათეისტური არის მათ თელი სივრცე. რა სანთლები დაუჭერია და რაღაცა რელიგიური იმით არიან მოფრთხილებული. ეგრე ეგვიპტეც იყო რელიგიური, საბერძნეთიც იყო რელიგიური, რომიც იყო რელიგიური. რა არისო? რა რელიგიური არის ადამიანი. რელიგია არის ეს რომ გადაგარჩენს? დაიკავეს ისა ხატები და დარბიან ზეითქვეით და გონიათ აი მორწმუნეები არიან. მორწმუნე რო ხარ შეიძლება სატანისაც გჯეროდეს ხო და გწამდეს როგორც ღვთაებისა. რა თუნა ლაპარაკი მორწმუნე რო ხარ ჯერ გამაგებინე რას ნიშნავს მორწმუნეობა? რა გწამს, როგორ აგწამს, ცხოვრებას რატო არ იცვლი? როგორ უყურებ ადამიანს დარბიან გიჟებივით გამიგე ზეითქვეით აღრენლები. არ არის ეგ მორწმუნეობა შემოყარგებ ეგ რაც მანდ ხდება ეგ ცოტა სხვა რამე არის ხო? ძალიან მარტივი ჭეშმარიტება ეგა. თუ არ უნდა ადამიანს ვერ გაიგებს. გაყევი რა აზროვნებით მიხვდა. დარვინი ჩაოლებრივი ადამიანია და უცნაური ის არის. დარვინის ნაჩხაფს უჯერებდა. თუ დარვინი ადამიანია და ადამიანის ნაჩხაპნი მისაღებია, მithumetes 1600 წლის მანძილზე 40 კაცი წერდა ბიბლიას. იმას რატო არ უჯერებ? 40 კოლექტიური ის არის მაინც. ნუ დავანებოთ ღმერთი. თქვათ არ არის ღმერთის დაწერილი. მე კი ვიცი რომ ღმერთიდან არის ინფორმაცია. თუ ერთი კაცს დაჩხაპნს უჯერებ. აი ესეთი ლოგიკური ის რომ ჩავატაროთ. აი დარვინი მე-19 საუკუნე და ერთმა კაცმა დაჩხაპნა ესა. და ეს აიტაცეს შენ. რატომ უნდა დაუჯერო 1600 წლის მანძილზე რაც იწერებოდა, წერდა 40 თაობა. ერთიც და მეორეც ადამიანების დაწერილია, ხო? ვაღიაროთ. ბიბლია უტვინო კაცისთვის არის ადამიანის დაწერილი, კეთილი და პატიოსანი. აი მას რატო არ უჯერებ? 1600 კაციდან, ეს 40 თაობიდან რამდენაირი კაცი წერს, მეფეცა წერს მან და მწყემს ყველანაირი ხალხი წერს მაგას. ეს დარვინი რა, გენიოსი იმათზე? დარვინი უფრო ჭკვიანი გამოდგა, რა კი ამას უჯერებ? თუ წიგნის ადამიანის დაწერილი წიგნს უჯერებ და ეს დარვინი არის, არ ნაკლებად უნდა დაუჯერო. 40 ავტორი რო ყავს წიგნს, რომელიც 1600 წელი წერებოდა. იმას რატო არ უჯერებ? აი ეგ არის რა უცნაური რა. მაგრამ ეს ბიბლია ღმერთიდან არის მოწოდებული, არა მარტო ადამიანიდან. დარვინის თეორია კიდე ღმერთიდან არის მოწოდებული. ეგ არის სატანური. გაერთო კაცი რა, ხო უნდა გაერთო რაღაცი დაჩხაპნა და თვითონაც არ ელოდებოდა ალბათ ასე აიტაცებდა ხალხი და რა თქმა უნდა მაგას ლაბარაკი მაგის წანამძღვრები სად არის? ბიბლიაში. ცოდადაცემული ადამიანი სატანა მოგატყუებს კაინი. რა, პირველი დარვინისტი კაინი იყო. სისტემატიზირებული მე-19 გადავხედოთ ბიბლიაში რამე ახალი არის? რა, კაინი ვინ იყო? ათეისტი ხო? და მისი ხაზი კი რამდენიც გინდა ბიბლიაში იმდენი ყრია. მაგრამ დააწყობთ ადამიანებს ახლა ხო? რომ მოირგებ. დარვინამდე სხვათა შორის, ასე თუ ისე სამყაროზე კრეაციონისტული შეხედულება იყო. დარვინამდე მე-19 საუკუნემდე. აი ამ აღმოჩენებმა და ამ იმეებმა, ცრუ აღმოჩენებმა ადამიანს ღმერთს აჯაყდა და მანდან წავიდა. გადახედეთ, როგორც კი მომენტალურად ძლიერი აჯანყება წავიდა ღმერთის წინაშე, პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი. ნახეთ რა მოიტანა მან? მასეთი რამე ისტორიაში არ ყოფილა ასეთი მასშტაბის. ეგრევე შედეგებიც. როგორი მსოფლმხედველობიც გაბატონდა, ნაყოფები როგორია? არეულობა, რევოლუციები, გაუთავებელი რევოლუციები, პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი და ახლაც გრძელდება ესა. ეხლაც საშინელი ათეიზმი არის და მზადდება კიდე რაღაც ომისათვის. უბრალოდ ეშინიათ ეხლა რამე ისეთი არაფერი გქონდეს რომ მეც არ მოკვდე, თორე რა აზრი აქვს ეხლა ისეთ ომს. მაშინ დელი ომი მით იყო საინტერესო რომ მოვიდოთ დაგიპყრობდეთ. დღეს ეხლა ატომი აქვს 12 ქვეყანას. ხო? მზადდება კიდე სახეზია უკვე როგორი ისა ბირთვული ომი და ეს საერთოდ ამოატრიალებს ყველაფერს. ამიტომ ეშინიათ ეხლა და ვერ იწყებენ.
თორე დიდი ხანია დაეტაკებოდნენ ერთმანეთს, იცი? და რომ უნდათ რომ შენი წაგართვე იგი არაღი მე მქონდეს და ვითომ დემოკრატია და რაღაცა საშინელი ათეიზმი გრიალებს სოფლიოში. აი ახლა რო ათეიზმია სოფლიოში ისტორიას არ ახსოვს. ახლა ფაქტურად სულ ყველა ათეისტია, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. და რელიგიონებანაც თამაში კიდე ეგ ღმერთის ის არის, ქართველებს რო გონიათ ახლა მორწმუნეები არიან, ეგ ყველაზე მეტად სასაცილოა ისე რა. გადახედე ქვეყანა ყირაზე დგას რა მორწმუნეა, ამ პრეზიდენტი იყოს მორწმუნე, აშიოლაშვილი კიდე ხო. ღმერთი წავს მაგას, მაშინ რაც აქ წამს იმის პროპაგანდას უნდა ეწეოდე ყოველ გამოსვლებში. შენი საუბარი თუ არ არის გაჯერებული ერთი ფრაზით მაინც, რომ იქიდან არის მსოფლმხედველობა, ყველა საუბარი რომელიც მოდის რადიო ტელევიზიიდან ეს არის მატერიალიზმის სულ. რა დიდი ამ ახსნა უნდა მაგას ახლა მოусმინე ადამიანს მიხვდები რაზე ლაპარაკობს ხო? რომ რა მსოფლმხედველობა აქვს თავში ძალიან ადვილი არის გამოსაცნობი. და ნახე სახეზეც რა არის მანდა დროს ტარება გრიალი რაღაცაა ყველაფერი გამართლებულია. აშე დაიხოცოს ხალხი. ამიგე მოუმატეს ფასები, გაწყდეს ხალხი გასაწყვეტია. ეგ რა არის? ეგ არის კრეაციონიზმი? ღმერთისთვის რა? ყველა ხალხი გასაწყვეტია? საწერია ბიბლიაში რომ ყველა ხალხი გავწყვეტოთ. იქ წერია ყველას გაუფრთხილდეთ, მტერსაც, მოყვარესაც და რა მსოფლმხედველობა ეს რომ ტყავს აძრობს უყველას. რა მსოფლმხედველობა? ევოლუციონიზმი, დარვინიზმი, მატერიალიზმი, ათეიზმი, სულ ყველაფერი ერთად. ხო და ერთი კლასი გაბატონდება და დანარჩენს ტყავს აძრობს რა. ჩაიგდო იარაღები ხელში და არ გაბედოთ ტყავს გაგაძრობთ და როგორც უნდა იმას აკეთებს, ფასების მომატება გინდა, ის გინდა და დროს ატარებენ, მაგრამ შერჩება ვინმეს რამე? მე მგონი არავის არაფერი არ შერჩება. მე ზავლენ რა იმ ქვეყანად ყველა. მე ვნახოთ აბერტი როგორ გაიმართლებენ თავს. ეგ წმენა თუ არა ადამიანს, რა ცხოვრება საქართველოში ცხოვრობდა თან ათეისტი იყო და თან უფოლო. ზნეობა და ისა გაქრები? რაღაცა რა მორალს ახლა მოიპარავ თუ არ მოიპარავ თუ გაქრები. თუ სიკვდილის მე არაფერი არ არის თუ არ არის სიცოცხლე. ერთხელა გაქვს სიცოცხლე მოპოვებული. მაშინ ყველაფერი შეასრულე რაც ის არის რა, მოწოდებული. ვისაც უნდა გაიგებს და საბედნიეროდ იქიდან დავიწყებ მე საუბარი რომ საბედნიეროდ არის ესეთი მეცნიერებიც მეც გითხარი რომელიც იკვლევენ ამას და ღმერთმა ესეთი ხალხიც გააჩინა იცოდა რომ თლატვინი არ უნაგურებოდა ჩვენ და არჩევანს გვიტოვებს როგორც ყოველთვის როგორც 60-ის ბაღში იყო არჩევანი ეხლაც არჩევანია არის ეს თეორია არის მეორე აირჩე რომელი გინდა არის შესამოწმებელი წიგნიც ღმერთის მიერ მოწოდებული ბიბლია რომელი თეორია უფრო ეთანხმება ბიბლიას რომელი მეცნიერება უფრო ეთანხმება ბიბლიას. ერთი თუ მე, ორივე ხომ მეცნიერი არის. რომელი? აირჩიე რა, არჩევანის წინაშე უნდა იყოს ადამიანი. აბა ახლა შემოგტანონ ერთი არ არის სწორი. ღმერთი არც ესეთი ის არის მოძალადე, რომ ერთი მთლიანი გაგება თავისუფლად შეუძლია მაგას გააბატონოს ერთი შეხედულება. მაგალითად, მთელ დედამიწაზე კრეაციონიზმი გააბატონოს. ეგ მოხვევა იქნება თავზე. რატო გავაკეთო ესა? არის მეორეც. თავისუფალი ის არის აირჩიეს შენ ხო აქედან 60 და ჯოჯოხეთი თვითონ ადამიანი ირჩევს ჯოჯოხეთში შეშილგინებას ხო არის აღშკარა არის და ახლა რატო აკეთებ ამას ეს რა ვიცი ეს ჩემთვის ამოცანა არის აი რატო უნდა ადამიანს ეს არა რა უცნაური არის იცი ხედავს რომ ეს კარგია მაგრამ მაინც ცუდს ირჩევს ბიბლიამ ამაზე პასუხი გამცა ცოდვა შემოვიდა ცოდვა დაცემული ადამიანი ცოდვის მონა და ვერ თავისუფლდება თუ გარედან არ მოხდა შემოსვლა ამისი გარედან რო შემოვიდეს და ცოდვაზე ცოდის დამორჩილება მოხდეს ჩემს მიერ საჭიროა პატარა ელემენტარული ფსიქოლოგიური ოპერაცია ჩავატარო განა ისეთი გარედან მე უნდა მივიღო იესო ქრისტე როგორც უფალი და ვაღიარო ჩემი სისუსტე თუ არ აღიარებ რომ სუსტი ხარ არაფრის მცოდნე ხარ უჯიგრო არის დიდი ხანია სამყარო უჯიგრო როდესაც ღმერთს დაშვება ადამიანი აღარ ჯიგარია და აღარ გულბოყვი ხო ის არის ვიგინდარა და ვიგინდარული იმაში დროს ატარებს ატყუებს ხალხს ეგ მოთხრიან რაღაცას იტყვიან ეს არის რა უცნაური კიდე რა არის ჩაკეტილი იყო კარგი შუა საუკუნეებში საქართველოს და კომუნისტური ეხლა ხო გაიხსნათ ჩემო კარგებო სად არის ბიჭო მაინც რა არის ეს რა რატვინი ეს ასეთი რომ დღეს მაინც ინტერნეტის სივრცე თავაზობს უამრავ რაღაცებს ინტერესი არ აქვს ადამიანს დაკლიკე და გაიგე ერთი შენზე ჭკვიანი ხალხი არსებობს დედამიწაზე ერთი მაინც არ უნდა დაფიქრდეს ქართველი რომ არაფერი ქართველს არ აღმოუჩენია რომ არ ყოფილიყო მსოფლიო ქართველი საერთოდ ქვისხანას ვერ გაცდებოდა თოხს ვერ მოიგონებდა ქართველი ნუ თუ ათეისტია საშინელით და ეგეც დაექვემდებარებოდა გადაშენებას როგორც გადაშენდა ძალიან ბევრი აბორიგენები და ვინც ღმერთთან არის
იმას აქვს უფლება დედამიწა სახლად გამოაცხადოს და მოუაროს მიაგნოს იმ კანონებს ღმერთის მიერ დადებულს გაიუმჯობესოს ცხოვრება გამიგე ნიჭი გამოიყენოს ხალხის სამსახურში შეიყვაროს მეორე ადამიანი და მდიდარმა კაცმა არ უნდა დაჩაგროს ღარიბი რატომ იმიტომ რომ შენი სიმდიდრე შენით კი არ ხარ გამდიდრებული ღმერთმა გიბოძა ეგ ნიჭი და შენ რა მიითვისე შენთვის ის ნიჭი შენთვის კი არ არის ყველასთვის არის და ბენზინს რომ მოაჯდება რომელიმე მთავრობის წარმომადგენელი და თვითონ მია ყველაფერი სახში ის დედამიწაზე დასახლებული ხალხის არის ეს ბენზინი და თუ გაყიდი უნდა შეიტანოს სახელმწიფო ბიუჯეტში და ყველასთვის არის ეს ყველა რიგითი ადამიანიდანაც უნდა მივიდეს წილი უნდა გატყდეს ეგა აკეთებენ ამას იმიტომ რომ სოფხედულობა არის ევოლუციონიზმი მატერიალიზმი ათეიზმი და ჯოგისთვის რელიგია შეაშინე ხმა არ მოიყოს აი ეგ არის დღეს საქართველოში ალტერნატიული არის მეცნიერება თანამედროვე ფიზიკური მეცნიერება რამე მივიდა თუ არა იქამდე რაც ბიბლიაში წერია პირველ მეორე მესამე მუხლზე რომ მატერია სივრცე და ენერგია პირდაპირ წერია პირველ იმაში როგორი იყო თავდაპირველი დედამიწა რამდენი წლისაა დედამიწა თქვენ იცით რომ დედამიწა არის 5 მილიარდის მე კი ვიცი რომ 10000 წლის არის ისტორია ჩვენ ორში რომელიღაცა სწორია რომელიღაცა არ შეიძლება ორივე ერთად სწორი ვიყოთ თქვენ იძახით რომ დედამიწა არის 4 მილიარდი მე კი გეუბნებით არა 6-დან 10000 წლის არის დედამიწა ჩვენ ადამიანები კიდე შესაბამისად აი ესე ვარ შექმნილი 7000 წელი მე ეს რწმენა მაქვს და თელი წიგნები რაც კი მე წავიკითხე ამ ხარეზე არიან ბიბლიასთან თქვენ კიდე განსხვავებული თეორია და მაგაში დარჩით მე კიდე ეგ თეორია მივატოვე მქონდა ნახე ეგ მქონდა და მივატოვე თქვენ კიდე ეგ გაქვთ და არ ეძებთ სხვას რომ ან დაიტოვოთ ან უკუაგდოთ ან რაღაცა ქნათ ხომ არის წიგნები ბევრი წიგნებია ხომ და არც დაფიქრებული ხარ ვინ გაზომეს რომ 4 მილიარდი 20 მილიარდი არის ეს რა სამყარო და დედამიწა 4 მილიარდი ა ვინ გაზომა ეგა სასაცილო არ არის ეგა საიდან გაიზომა ეგა ეს გაზომები სწორია მე არ შეცდენ ვინც გაზომა ეს იგივე იმან არ აღიარა რომ ეგ შეცდომა იყო იგივე მილერმა ხო აღიარა 40 წლის მერე რომ არა სისულელი ესაო იგივე მილერ არა და ეს აიტაცეს მაშინ და აღიარება მილერისა იმ ჟურნალში მოთავსა და კაცო ბევრმა ხალხმა ვერ გაიცნო ის დარჩა პირველი რომ თითქოს აი ბულონში სიცოცხლეს ამიანაკი და რაღაც ქიმიური შეჯახებების შედეგად სიცოცხლე რაღაც ფაქტი რაღაც ის წარმოიშვა უჯრედი ხო ეგ გახთოანებული იყვნენ მაგრამ თავად ეს მეცნიერი 40 წლის მერე უარყოფს ამას და იძახის სიცოცხლები რთული რამ არის ვიდრე ჩვენ მეცნიერებს გონიაო აი ეს უკვე ცნობილი აღარ არის არავისთვის ამიტომ ბევრი მე ცნობილი არ არის ევოლუციის თეორიის კრახი ძალიან თვით დარვინიზმმა თვალის აგებულებაზე თქვა რომ არ ამგონია ეს ევოლუციით არ იყოს შექმნილიო თვითონ დარვინი თქვა მაგრამ ესეც დამალეს თქვენ რატომ არ ეძებთ ამას რომ იმ მეცნიერმა რომელიც ეს თქვა ისე ბოლომდე შეინარჩუნა თუ არ შეინარჩუნა იმან ეს და იმან უარყო ეს თქვენ რატო შეინარჩუნეთ ეს დარვინს არ უთქვია რომ ეს სწორია მან თქვა რომ ეს არის ჰიპოთეზა მე ვერ შემომუწმებ ამასო აი ჩემთვის ნახეთ ეს უფრო ძლიერი იყო დარვინიდან ვიდრე არ ეთქვა ეს ხო ღმერთმა ათქმევინა მას დარვინსთან არცად არ არის ნაწერი თუ აი ესეთი კაცო თუ ეს არის ერთადერთი სწორი აბსოლუტური ჭეშმარიტება ბოლო ავტობიოგრაფიაში წერია რომ ეს არის ჩემი ვარაუდი ჰიპოთეზა მე არ ვიცი ეს სწორიაო მაგრამ მე რო უკვირდებიო თვალის აგებულებასო ევოლუციის ნაყოფი შედეგი ეს არ უნდა იყოსო დარვინის არის ეგ სიტყვები გადმოვთარგმნით ჩემი ენაზე ნახეთ მე ამას ჩავეჭიდე ესე იგი ეს კაცი ცოტა მაგრამ ბიბლიაში პავლე არსად არიძახის მგონია ესია მე მგონი ვარაუდია არავის არ უთქვია არც თომას გამიგე მე მგონი ქრისტე არ არის მილერი მეცნიერმა ბოლოს შეცვალა ეგ არ უთქვია აინშტაინი მივიდა იძახის არა ევოლუციის თეორიაზე რაღაცა არის გონიერი არსება ხოთაში დალოცული ეგ არ წერია ბიბლიაში მე მატერია ენერგია და სივრცე პირველივე მუხლის იმაში არის განცხადებული რომ შეიქმნა თავდაპირველად ცა და დედამიწა შეიქმნა ცა ის ცაზე კი არ არის ძველ ებრაულში ეგ ის ცა არ არის თქვენ რო გაგება არც მიწა არის ის ძველ ებრაულად არის დაწერილი ორიგინალი მანდ არის სწორედ ატომი ხო რაღაცა უნდა ქონდეს ღმერთს ხომ ატომი ხო რაღაც მასალა საჭირო არის სახლის ასაშენებ დაგურებისგან ვაგშენებთ ყველაფერს ხომ თავდაპირველად ცა და დედამიწა შეიქმნა სივრცე ენერგია მესამე რა მოდის იცით იყავ ნათელი სინათლე ენერგია ესე იგი მატერია სივრცე ენერგია პირველივე მუხლებში არის ეგ ბიბლიის და სხვანაირად არის დაწერილი უბრალოდ და აღმოჩენებიც მივიდნენ აქამდე იერეს და მივიდნენ იქ და აი ეს აღმოჩენები მიაფუჩეჩეს რატომ
თუნდაც დაინგრას მთელი სისტემა. საქართველოში დღეს მთავრობა რო არის კრეაციონისტული შეხედულების არის ეგ მთავრობა? ეგ ხო ევოლუციის თეორია. აქედან გამართლებულია მაგათ რო ფული აქვს, თქვენ არა გაქვთ, გაძვირება, ტყავის გაძვრობა, ნაციონალიზმი. ევოლუციის თეორიის თანახმად ნაციონალიზმი გამართლებულია. იმიტომ რომ რასიზმი არის ეგა. და შემთხვევით არ იყო გერმანელებმა დაიადეს მერე ეგა და გერმანელებმა წინ წავიდა ომები. და აი ამდენი შეცდომებია და თქვენ ამას ვერ აფიქსირებთ, ვერ აწესრიგებთ, დრო არ არის რომ გამოემშვიდობოთ ამ ათეისტურ და ესეთი მახინჯ თეორიას, რომელიც უფრო კონფლიქტს ბადებს ვიდრე სიყვარულს და ვეზიაროთ ისეთ თეორიას, რომელიც სიყვარული და რაც ნამდვილია, რომ არის ხილული სამყაროს გარდა უხილავი, რომ არის ის საიდანაც მოქმედებს ეს გონიერი არსება და უფრო მეტი აქაც შემოვიდა და არის სხვა განზომილებაც. არ არის მარტო ეს სწორი ეს განზომილება, რასაც ჩვენ ხედავთ. ესე იგი არის სიცოცხლე, არის მარადიული სამყარო და იქ ახლა როგორ ფიქრობთ ეს მოსეირე ხალხი დღევანდელი ცხოვრებით რო ხარობენ რა გონიათ რა იქ მოხდებიან ის რაც ისწავლეთ არ უნდა მოხდეს გადაფასება აი ეს სწორია ხა აბა რა გვაქვს ახალი ლიტერატურა თუ წერა რამე მეცნიერებაში რა იქმნება რა შეიქმნა ალტერნატიული მანდამაინც ერთი რატო უნდა აიღოთ და გადახედოთ მე გითხარით ჯერ მარტო რუსულ ენაზეც არის ესენი ინგლისურზე კარგი თუ ვერ წაიკითხავთ რუსულ ენაზე არის ესეთი რაღაც ძირითადი რუსებმა თარგმნეს მაგრამ ქართველები რატომღაც ამას ხელს აკიდებენ ქართველი მოიხსენება უზარმაცესი არსება არის არაფერი ქართულს არ შეგვქონია ქართველი როგორ გითხარით ეს დანამატი არის რა რაღაცა იმით არის და პასუხიც მოეთხოვებათ ერთმშვენიერად ამ ერს არც ერთი უდიდესი აღმოჩენებში ქართველს მონაწილეობა არ მიუღია სულ ეს არის ან გერმანელი ან ინგლისელი ნუ ებრაელი წარმოშობის ან ამერიკელი ხო აი ესეთია რა მე ამ 64 ერში ვტრიალებს რაც წიგნებია და არაფერი არ დაუწერია ქართულს ბიბლიას მარტო ინგლისელები წერენ თუ რაიმე ძვირფასი წიგნებია სულ ეს დაწერილი არის აი ამერიკელი თეოლოგების მიერ ინგლისური წარმოშობის არის გერმანელებიც ამხრივ ხო ხო და ქართულს ვეძებ გამწარებული და ვერსად ვერ ავნახე და აი ქართველები რით არიან და გადაობით იღადაონ და მაგ გადაობათ ექვეყანა დაინგრევათ თავზე ჯერ აქაც კი არ შეიძლება გადაობით დიდხანს არსებობდეს ერი ან მიმბაძველი და მიტმასნებული და უსაქმრობაში რო კვდებათ ისა სიზარმაცე კიდე იცით საიდან არის ისე თეორიიდან ევოლუციის თეორია დაიპყორი სხვა ტყავი გააწრე ან ვიღაცას აჯობე ვიღაცას კისერზე მოჯექი და სხვათა შორის ევოლუციის თეორია კიდე ერთ-ერთი განმაპირობელი იმისა რომ ჩვენ შეტენილი ვართ ხან რუსებს და ხან ამერიკელებს როცა კრეაციონიზმი შემოდის თავში უკვე შენ არ გინდა ვიღაცას შეეტენო შენში უკვე ხდება მარაგი თელი რიგი რაღაცეებისა და რბილად რო თქვეს არ არის ზნეობრივი სხვის ხარჯზე ცხოვრობდე და მოგხსენებათ ქართველები სხვის ხარჯზე ცხოვრობენ დღეს მთელი მთავრობა ცხოვრობს დასავლეთის ბანკების ხარჯზე მას არ არის მე მოსახლეობა ძირითადად ცხოვრობს საწყალი გადენილი ხალხის ვირებზე სამუშაოდ საწყლები რო არიან ზოგი საბერძნეთში ზოგისად იმათ ხარჯზე ცხოვრობენ ეს არ არის სოხედელობის ბრალი ასე ხომ არ არის ინგლისელი და ამერიკელიერი ამერიკელიერი არ ცხოვრობს შვილის ხარჯზე გამიგეთ ვიღაცის ხარჯზე სადღაც რო ცხოვრობს ის თავისთვის არის ეს თავისთვის არის ეს სოხედელობის ბრალი არ არის რა ამ სოხედელობაა ეგა სატანური აქ გადახედეთ ახლა როგორი მღვდლები როგორ ცხოვრობენ გაუბედურებული მორწმუნეების ხარჯზე და პირდებიან რაღაცა სანთლებით 64-ის შესვლას თვითონ კიდე სუქთებიან ესეც არ არის სატანური დრო აღარ არის რომ თქვენ იმას მიხედოთ თავს და გაარკვიოთ ეგა და აღარ იყოს ისეთი წინააღმდეგობა ადრე რო იყო რომ რატომღაც გონიათ რომ დედამიწა არის 4 მილიარდეს არა კიდე ვიმეორებ ცდებით მოდით დამიმტკიცეთ რომ არ ცდებით ამოყარეთ უამრავი წიგნები და ამოიყრით მეც უამრავ წიგნებს ამოყარეთ ალტერნატივა არჩევანის წინაშე დავდგეთ სად და როგორ ცდებით ეგ გვატყუებდნენ ჩვენ ათეიზმი ეგ არის მაგას საბჭოთა კავშირში მასწავლიდნენ და მაშინ რაღაცა დავანგრიეთ ეს საბჭოთა კავშირი საბჭოთა კავშირი კიდე კომუნისტური მატერიალური სისტემა გავრცელდა ესე იგი საბჭოთა კავშირი ჩინეთი აფრიკის ქვეყნები აღმოსავლეთი ევროპა დაიწყო ამან ფრთების გაშლა მაგრამ ღმერთი არ დაანებებდა ამას ხომ სუბთელი დედამიწა დააფანელოს დღესდღეობით ეგ სისტემა აღარ არის და მსოფლმხედველობა რატო დაიტოვეთ აღარ არის მაგის მასე მოწყობ ეგ რაუბედურება არის მე ვერ გავიგე ესე იგი თუ დაინგრა ეგ და დაინგრა და ბოროტების იმპერიად გამოცხადდა საბჭოთა კავშირი და თავად ქართველების ძაღლი ის იყო ბოროტება მაშინ ბოროტებაში სიკეთეს გასავლიდნენ
ბოროტებაში ბოროტება უნდა გესწავლოთ და ესე იგი თქვენ რაც ცოდნა გაქვთ ყველაფერი ბოროტებასთან არის წილნაყარი ფიზიკიდან დაწყებული ყველაფერი დამთავრებული არ გაშინებთ ეგა ლოგიკურად ხო ეგრეა რაც ისწავლა საბჭოთა კავშირში ადამიანმა ეს ბოროტება თავად იძახდნენ რომ ჩვენ ცხოვრობთ ბოროტები რა განსხვავებული საგნები ვისწავლეთ ჩვენ და რიგითი ამერიკელი ახლა აი საშუალო ამერიკელი და საშუალო ქართველი ნახე გაუჩნდებით ამერიკელი საშუალო მაინც ხანარით აზროვნებს ამაში არის რაღაც აი ღვთის შიში არის არა ისეთი ქართველი რომ დაბოღმილი რომ მიდის და როგორ მიდის იცი ქართველი სიხარულით კი არა შიშისაგან რომ ვიცი რომ ხარ მაგრამ ხშენი დედავატირე და სანთელი არ გინდა მაგრამ რა შენი არ მინდოდა მოსვლა მაგრამ ძალით მოვედი რაღაც ესეთი განწყობა აქვს მორწმუნეებს დაბოღმილები რომ მიდიან იცი იწულებით რომ მიდიან შიშის გამო აი გიპნოს რო გაუკეთებს რაღაც აი არსება და მოხსნეს სკუპ-სკუპით მოდიხარ ხატთან რა აი სიყვარულით მიდიან სიხარულით მიდიან ბოღმების აფრქვევენ გადახედეთ დაწყებული მღვდლებიდან დამთავრებული რა ყველა ეტაპაში იხარშება რა კარგი მაგალითები არის დღევანდელ საქართველოში ამისი და რამდენი წინააღმდეგობა და საღი აზრი ძალიან ადვილია ჩვენ საღი აზრით მივხვდეთ რა შეესაქმე მე ჩემთვის აი ესეთი მარტივი ოპერაცია ვაწარმოე თუ საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერია იყო იმპერია იცით რას ნიშნავს განა ერთი ადგილი არის იმპერია არის მთელი სიტყვა იმპერია ყოვლის მომცველი არის ბოროტების იმპერია ეს გარედან კი არ იყო ნათქვამი თქვა კი ერთ-ერთმა პრეზიდენტმა მაგრამ თვით ხალხიც არის ზახთა მაგას საბჭოთა კავშირში თავად წარმომადგენელი ელიტარული კომუნისტური წარმომადგენელი არის ზახთენ რომ ეს ბოროტებაა და ამიტომ უნდა დავანგრიოთ დაანგრიეთ ეხლა ისმის კითხვა ბოროტების იმპერიაში ყველა სასწავლებლები რაც ისწავლებოდა რას აღწელებდნენ ბოროტებას თუ სიკეთეს როგორ შეიძლება სიკეთე ასწავლოდა ბოროტების იმპერია იყო საცხოვრობთ ესე იგი ლოგიკურად ისწავლებოდა ბოროტება ნაყოფიც ბოროტე იყო მისი ესე იგი გნოსეოლოგია საბჭოთა კავშირში ყოფილა ბოროტებასთან წილნყარი და რაც ვისწავლე ესე იგი მე ჩამომაყალიბა როგორც ბოროტი არსება აი ახლა ამ ცოდნით როგორ უნდა დარჩე გადაიყარა ეს ყველაფერი ხო და თუ გადაიყარა თუმცა დღეს ქართულ სკოლებში ისე მაგას ასწავლიან სიმბოლოები შეიცვალა წითელი შეიცვალა შავით იყო წითელი მოდა ხა შავი წითელი კუთხე შავი კუთხით ხო პარტიული ნომენკლატურები მღვდლებით ამიგეთ პარტიული იდეოლოგიური მოძღვრები რელიგიური მოძღვრებით და ყველას ყავს მოძღვარი რამე შეიცვალა მთლიანობაში მთელი ქვეყანა შეხედეთ წინ წავიდა თუ უკან მიდის როგორც ზნეობრივი არსება როგორც ეკონომიკური არსება ხო გადაკაჩვა მოხდა ერთიანად თუ ადრე იყო გადანაწილებული ეხლა მთლიანი ერთი ძალისკენ მიდის ეკონომიკური ვერკეტებიდან და ყველაფერი ეს დოლათი და მეორე ძალა ეკლესია იქ ხალხი საშუალო ხალხი გაუბედურებულები არიან იგი ცოდნა რა უბედურებს ადამიანს ცოდნა როგორი შეხედულება გაქვს სამყაროზე დაიტოვეთ რა ეგ ცოდნა აბატონო რაც არის სახეზე რატომ არ ხდება გნოსეოლოგიის ცვლილება მაგალითად არ მოგწყინდათ სამყაროს ისეთი ახსნა როგორც იყვნენ კომუნისტების რა განსხვავება დღევანდელი ქართველსა და თქვათ კომუნისტ მარქსისტებს შორის რომლებიც სამყაროს ისე ხსნიან როგორც დღეს ხსნიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რა სკოლაში არ ისწავლება სამყაროს წარმოშობა მილიარდი წლები 4 მილიარდი არ ისწავლება დღევანდელ ქართულ სკოლებში თუ არ ისწავლება კეთილი და პატიოსანი უკან წავიღებ ჩემს სიტყვებს სკოლებში რა ისწავლება მან კი ამერიკის სკოლებში ამოღებული კრეაციონიზმისა და ისწავლება ევოლუციონიზმი და საქართველოში რა ახლა მაგას დამაჯერებთ რომ ბიბლიური გაგება მისა მღვდელი სკოლაში შევიდა ეგ იმას კი ანიშნავს რომ კრეაციონიზმს ასწავლის მღვდელი შესულა ეს უფრო საშინელება არის დღევანდელ სკოლებში იმიტომ რომ მღვდელი თავში მატერიალიზმი აქვს მარქსიზმი აქვს და ევოლუციონიზმი აქვს ეგ აქ იმ ქართულ მღვდელს აბა თავში არ აქვს მაგას ქრისტიანული სიყვარული იმიტომ რომ ის მღვდელი აღარ იქნება ქრისტე რომ მიიღოს გაიხდის ანაფორას გაიგრიჭავს წვერს დაიჭერს ბიბლიას და იქნება სახში კეთილსინდისერი გლეხი ან მუშა ან მეცნიერი და არ იქნება მოძღვრის სტატუსით რომ გამოუშვა წვერები და მოძღვარია არა ქრისტეს ვინც აიღებს მოძღვრობაზე ხელს აიღებს აი ქრისტეს ვინც გაიცნობს შეიცის ის მოძღვარი აღარ არის იმრამე თუ მოძღვარი ესო არის და ნიჭი თუ ღმერთიდან იქნება ბოძებული დიდი ქრისტიანობის მასწავლებელი იყოს მასწავლებელი პედაგოგი ბიბლიისა ეს მინიმუმ ეს უნდა იყო და მაქსიმუმ ქრისტეს მოწაფე და არავით არის მოძღვარი და კათოლიკოს პატრიარქი
ვისაც ეს არ ჯერა, იმას მივცეთ უფლება, რომ როგორც უნდა იაროს იმ თავის რწმენაში. მე პირდაპირ თქვენი მაუცებს, იცით, თქვენი მიდგომა ამ საკითხთან. რატომ დაიტოვებთ ამას თავში, რომ კიდე სამყარო არის, აი ამდენი და ამდენი წლის და ერთხელ და სამუდამოდ, რატომ არ ადარებთ ხელახლა გადახედოთ დარვინიზმს, ამ გადასახედან დარვინის რო შეხედოთ, რამდენი შეცდომები აქვს, ხო უკვე გამოვიდა, გამოქვეყნდა გამოუქვეყნებელი წერილები, ხო? ქართულად არ არის, რუსულად არის. ხო, ქართველებს არ აინტერესებთ ეგ პრობლემა. იმიტომ უნდა თელი სტრუქტურა შეცვალო მე. და არავის არ უნდა გადააგდოს ის ვლასტი უნდა. და ინდივიდუალური შემოკარგებო, იმიტომ არის ქრისტიანობა, რომ ყველა ინდივიდუალურად უნდა გადარჩეს. ინდივიდუალურად. და მიიღეთ ეგ თქვენს მე გირჩევთ და ის თეორია აღარ გიქნება თავში რომ გაქრებით სიკვდილის მერე. არ გაქრებით, არა. ეგ არის რას ლაპარაკობ. ვინ გითხრათ, საიდან არის, ვინ მოგაწოდათ, სად მოიკითხეთ და ვინ დაწერა ეგა? რას ეყრდნობოდა, ვინ მიაწოდა ეგას? აი როგორ იკვლია? რა მეცნიერმა იკვლია, ჯერ არაფერი არ არის, ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროს ბოლომდე ვინმე შეიმეცნებს, მაშინ ღმერთზე აღმატებული ყოფილა ადამიანი. რაღაც აგერიგერ ფრაგმენტების რაღაცა მიაგნეს, ერიქა, არიქა, ყველაფერს მიხვდნენ. მე კი რაც დრო გადის უფრო და უფრო მარწმუნებს ის რომ სამყაროს გონიერი არსება ყავს პატრონი, რომელიც ჩვენი გეგმა ქონდა სამყაროს რო ქმნიდა, ჩვენც რო შექმნა შემთხვევითი იმების ქიმიური ელემენტების ნაერთი მე არა ვარ. ეს არის მოფიქრებული, გააზრებული, სიყვარული, ჩადებული. აი ეს ახლდა წინ, როცა იქმნებოდა ადამიანი და მე მიამაყება რომ გონიერმა მოსიყვარულე არსებამ შექმნა. მე მიამაყება. როგორც ჩაულებრივ რიგით ბავშვს რო კითხო რა, თუ მამა ყავს გამოჩენილი პროფესორი, ეამაყება მამა რომ პროფესორი ყავს. და მე გაცილებით უძლიერესი მამა მყავს. მოსიყვარულე და სამყარო ნახე რა ლამაზ სამყარო შექმნა და ეს მარტო ხილული და რა არის უხილავში? იმდენი რაღაც ამეტი რო არ შეიძლება. ეს სილამაზე იმასთან მოგონილი არის. და აი სიამაყეა, რომელიც ყოველდღე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და უნდა ერთმანეთს მივაწოდოთ. არც ერთი რელიგია არ აღიარებს იმას, რომ ადამიანი გაქრება, გარდა ათეიზმისა. აი არც ერთი რელიგია, არც ბუდიზმი არ აღიარებს მაგას, რომ გაქრება. უბრალოდ აი სხვა ფორმაში იქნება, სხვა რაღაცაში გადავა და მარქსიზმი და ათეიზმი იძახდა, რომ სიკვდილის მერე არაფერი არ არის გაქრები, არაფერი არ არის. აი გაქრები რა, ეგ მარქსიზმია, ათეიზმი. მარქსისტული ფორმის. ათეიზმშიც განსხვავებები არის, რამოდენიმე სახის და მიმართულების ათეიზმი არის, არ არის ერთი სახის ათეიზმი. გამიგეთ? ასევე როგორც ევოლუციონიზმი. ევოლუციონიზმი არის კრეაციონისტულადაც რო არიგებს. ბიბლიასაც რო აღიარებს, ეგეთი ევოლუციონიზმიც არის. დრო შეარიგეს რა ვითომ აი ეს 6 დღეში კი არ შექმნილა, თურმე ეს თითოეული დღეს ერები არის, გამიგე? ერა, თქვა 1000 წელი და ეს ამ დროს ეგ არ არის ესე. პირდაპირ გაგებით 6 დღეში იქმნება სამყარო, იმიტომ რომ მეორე წიგში უკვე გამოსვლა რო ქვია მე-20 თავში, პირდაპირ წერია რომ 6 დღე იმუშავეთ, მე-7 დღე დაისვენეთ. რამე თუ 6 დღეში შეიქმნა სამყარო ღმერთი იძახის. აი ეს პირველს არ ეწინააღმდეგება. იმას ეთყობა ბიბლიაში თუ დაავიწყდათ იქ რა ეწერა და იქ რა წერია. როგორ ღმერთი შეიძლება ეწინააღმდეგობდეს თავის თავს? ესე იგი აი ზემორე მეორე თავში რო წერია, უეცნებებს რო გვაძლევს ღმერთი, პირდაპირ წერია პირველი 6 დღე იმუშავეთ, მე-7 დაისვენეთ. ვინაიდან 6 დღეში შექმნა უფალმა სამყარო, მე-7 დაისვენა, განისვენა, ხო? ხო, განისვენა ნიშნავს დაისვენა განაწამოწვა. გააჩერა ეს რაც შეიქმნა, მე აღარაფერი აღარ შეუქონია მას, ისე აქტივაციაშია ღმერთი, არ ძინავს წამოწვეული არ არის. დაასრულდა ქმნადობა, მხილული სამყაროისა. 6 დღეში და კიდე ევოლუციის თეორიას იცით რა ეწინააღმდეგება? ევოლუციის თეორიის თანახმად მარტივიდან რთულისკენ არის განვითარება ცხოველების. ბიბლიაში იცით რა წერია? პირველ დღეს რა შეიქმნა, მეორე დღეს რა შეიქმნა. მე-6 დღეს იქნება ადამიანი, მე-6 დღეს. მე-4 დღეს იქნება სინათლე და ისენი და ევოლუციის თეორიის თანახმად ენერგია სინათლე თუ არ იქნა, როგორ მოხდა ის განვითარებები და რაღაც. აი სრულიად ეწინააღმდეგება ევოლუციის თეორიას აბსოლუტურად აი ბიბლიაში რაც წერია. აი მოთხრის, აი 4 მუხლი, პირველი 3 მუხლი განსაკუთრებით. ჯერ რა იქნება? ფირინველები როდის იქნება? მცენარეები პირველ მეორე მესამე დღეს იქნება. მერე ცხოველები. ეს ახლა ევოლუციის თეორიაში ეგრე არ არის? ევოლუციის თეორიაში მარტივიდან ამ ნელ-ნელა მიდიხარ ისე და ფრინველი იქიდან ბოლოს მაიმუნიდან ადამიანი. ნახეთ, კი, მაგრამ არ ჭდება ეს იმაში. გამიგე, სხვანაირი სტრუქტურა არის, გამიგეთ და 6 დღე არის. ღმერთი ქმნის 6 დღეში სამყაროს. თანდათანობით, აი აფორმებს ამას მაღალ დონეზე. რომ არის გონიერი არსება. ჩემთვის ეს
ნათელი არის. როდესაც დარვინის წიგნთან მიდის ადამიანი, უჯერებს დარვინს. ისიც ხო ადამიანის დაწერილია. დავანებოთ, რომ ღმერთის დაწერილი არ არის ბიბლია. დაუშვათ, რომ ადამიანმა დაწერა. მე რატო უჯერებ მაგალითად დარვინს როგორც ადამიანს და არ უჯერებ ბიბლიას, რომელიც ერთმა კაცმა კი არ დაწერა, 40 თაობა იწერებოდა. ცოტა 40 ავტორი ყავს. უფრო მეტი ამას არ უნდა დაუჯეროთ. დავანებოთ, რომ ღმერთის დაწერილია. ესე იგი, დარვინის თავში რა აქვს? საბუთი აქვს, რომ აი პიროვნება დარვინმა დაწერა ეს, რომელიცაც არ შეუმოწმებია ცთაში. აი თავში ქონოდა და გადმოალაგა. აზროვნების სტილი არის ეგ. ვარაუდები, ჰიპოთეზა, მოაზროვნია. დაამტკიცა ამით აზროვნებს და ერთი მეორეს დააკავშირა და გამოთქვა ვარაუდი. აი ამას თქვენ უჯერებთ, ხო ადამიანები? და რატომ არ მაკრიტიკებთ მე, რომ უჯერებ იგივე თქვენ მდგომარეობაში, ვართ აი ამ პიროვნებას. აი ბიბლიაში რა წერია. ეს კოლექტიური ნაწერია. თან ამდენი იმას გაუძლო. რამდენ ენაზეა ნათარგმნი. საუკუნეებს გაუძლო. სასწაულზე ხდება ხო პიროვნება. აი ეს მეტი ის არა მაქვს მე რომ ამას დაუჯერო ვიდრე თქვენ დარვინს. ის ადამიანი არის გაუბედურებული თვითონ იძახის რომ არ ვიცი სწორია თუ არაო. არსად ბიბლიაში არ წერია რასაც წერს სწორი არ არისო. მე ვერსად ვერ ამოვიკითხე ეგა. ვინც წერს ძალიან დარწმუნებული წერს რასაც რომ სწორია. მაგრამ მეცნიერებიც კი ბოლომდე არავინ არ არის დარწმუნებული რასაც წერენ, მაინც დაიტოვებენ უკანსვლას. აი მე მგონი ესეა რა ვარაუდია და არ ვიცი შემოწმებასე. აი აქ არ წერია. აქ არსად არ წერია რომ შემოწმება სჭირდება ამას. აი ესეთი ძალიან იმით არის რა, ძალიან რწმენით არის დაწერილი. იცით როგორი რწმენით რომ აშკარად ნახდირო არის. აი მე ამას უჯერებ. დიდია საფუძველი იმისა რომ მე ამას დაუჯერო. იმიტომ რომ სამყარო მაინც ასე მიდის და არა დარვინით. დარვინი მე-19 საუკუნეა. ეს კიდე გადახედე რამდენია? საიდან იცის დარვინმა როდის რა შეიქმნა? დარვინი ადამიანი, მაგრამ ბიბლიაში წერია ღმერთმა შექმნა სამყარო. ადამიანმა კი არა, ღმერთმა. და თუ ღმერთმა შექმნა სამყარო, რამენაირად იმან უნდა იცოდეს როგორია სამყარო. ვინ არის ადამიანი? და გავყვეთ აბა რამდენ რაღაცებს წერს იქ. აი დინოზავრები იყო თუ არა, რა საჭიროა მილიარდი წლები? პირდაპირ წერია იქ. რომ სამყარო როდესაც შეიქმნა, ყველა სხვა რასაც ხედავ, ჩვენ მაშინ შეიქმნა. ეხლა გადაშენდნენ, იმიტომ რომ ისეთი პირობები აღარ არის წარღვნის მერე. წარღვნის მერე მთლიანად შეიცვალა მთელი დედამიწის აი ეს სისტემა. წყალი იყო ზემოთ, წყალი, აი გარშე, აი როგორც სათბური ეგრე იყო დედამიწა, სუბტროპიკული იყო. ეს მოირღვა და წარღვნის შედეგად ზემოდან წყალი წამოვიდა, ქვემოდან წყალი წამოვიდა. ეგ პირდაპირ წერია იქა. და ყველაფერი შეიცვალა. ბუნებრივია, ძალიან ბევრი ცხოველები ვეღარ შეეგუებენ ამ პირობებს და დაიხოცნენ. ერთი იყო დინოზავრი, რომელიც ულამაზესი არსება იყო. ღმერთმა ეგ შექმნა იმისათვის, რომ ეს იყვავილა ადამიანს, აი დამტკბარი იყო სილამაზით. აუზარმაზარი გრანდიოზული რაღაცა დადის და თან მეგობარია შენი. და არავით არის მილიარდი წლების უკან და აიარეს და იმის ხანა, ამის ხანა. ეს ყველაფერი არის რა? ესე აქ ადამიანს ტვინი აწყობილი უნდა რომ გაამართლოს თავისი მდგომარეობა და რაღაც გარკვეული კლასის ინტერესებს ასახავს დარვინი. დარვინი ჩვეულებრივი რიგითი ადამიანის ინტერესებს არ ასახავს. რაღაცა კლასის ინტერესების სამსახურში დგას. მაგრამ ქრისტიანობა არავის სამსახურში არ დგას. ქრისტიანობა ეს არის მხედვა, ყველასთვის მისაღები. ღარიბისთვის, მდიდრისთვის, ყველასთვის. ეს არის ცნობა, ვინ ახარ შენ? ვინ შექმნა შენ? დარვინი კიდე ჩემი ინტერესების გამო არ მაწყობს რა, მაგალითად იცი რა არის, შემოუტია კაპიტალიზმმა მე-19 საუკუნე მაღალ დონეზე არის და შესატყვისი თეორიაც მჭირდება. გავამართლო ჩემი ისა რა. ნახე აიტაცეს ზუსტად ეგეთმა ხალხმა. პროლეტარებმა კი არ აიტაცეს ეგ არაფრის მქონეებმა. რაღაც გარკვეულმა ჯგუფმა რომელსაც ძალაუფლება უნდა დაიადეს ესა, ხალხზე ვითომდეს, ხალხზე ზრუნავდნენ, მერე დარვინიზმი გამოყენებული იქნა, თორე მარქსიზმ-ლენინიზმი აბსოლუტურად სხვა რამეა. დარვინიზმი სოციალიზმს ქვეყანას ვერ მოაწყობს და აი ეს თეორიის თანახმად მოეწყო საბჭოთა კავშირი. უკვე სოციუმი ჩამოყალიბდა თავისი ვლასით და მაგას დაემატა უკვე განადარვინიზმია საბჭოთა კავშირში, მარქსიზმი, ლენინიზმი, სტალინიზმი. სულ სხვა რამე ესა. მარქსიზმიც აღარ იყო. უკვე ლენინიზმი იყო და ბოლოს ლენინიზმი და სტალინიზმი. მე ბრეჟნევიზმი მოვიდა. სულ დავიწყებული იქნა ის და ძირითადი ხედვა არის მატერიალისტური. ხო, მატერია, სამყარო არის მარადიული მატერია, ეს მუდმივად არის და რაღაცა ქიმიური ელემენტების, ესე იგი მექანიკური რაღაცა შემთხვევის შედეგად გაჩნდა პირველი უჯრედი. მე იმან მილიონი წლები გაიარა რაღაც მეორე მაღალ განვითარებული ფორმატ იქცა. გაიარა მილიონი წლები კიდე იმათ ფრინველად. მე გაიარა იმათ კურდღლად, ძაღლად, იმათ მაიმუნად და ადამიანად მოვედით 4 მილიარდი წლის მერე გაჩნდა ადამიანი. ხო, კაი ზღაპარი არის. 4 მილიარდს მოიაზრებთ თქვენ?
100 წლის უკანდელი ამბავი თელერიგეს თვითონ შორს არის 4 მილიარდი მოიაზრეთ რა თუ და 20 მილიარდის რო არის თორმე სამყარო მოიაზრეთ რა მაინტერესებს რა ან შეიძლება მოიაზროთ რომ ადამიანია ესა მაიმუნისგანა ვართ ჩვენი წინაპარი არის მაიმუნი რანაირად კაცო სულ სხვა რაღაცა ადამიანი თავისი გენეტიკური მით რო იკვლიოთ სად მაიმუნი სად ადამიანი დააკვირდით აი რა არის ვარაუდი მაგრამ ადამიანს ახასიათებს ესეთი რამე ადამიანს ახასიათებს დაждდეს დაწეროს ხაპრები აი ჯოანა როულინგი რო არის კიდე ახლა რო დაწერა რაღაცა სისულელე და ჯოგი კითხულობს ამ ჯადოქრობაზე ამ ციგანებს ეს ხო ყველაფერი ამ ქალის თავში არის დაჭდა დაწერა ესა გაერთო აი დაცა ხალხმა ეკრანიზირებულიც არის ოხრად ფულები ამ სისულელეში მიიღო გადაშელი ციგნებს და დავიდან ბოლომდე ბოდოები ფანტაზიები და ეს ფანტაზიები ხალხს ხომ მოწონს მეგობრებო ამ ფანტაზიებს იჯერებთ და ამ რეალობას რომელიც ბიბლიაშია მოცემული იმას რატო არ იჯერებთ სიყვარულის თვისებაა და იმიტომ უნდა გიყვარდეს რომ ასეთი შექმნა ღმერთმა ადამიანი და ეს გადაგარჩენს შენ აი ეს თვისება როგორ გიყვარს ღმერთიც გიყვარს ცხოველები სამყარო ამიგეთ აი ესეთი გაკერპებაზე არ არის ლაპარაკი გიყვარს აი მცენარე მე დათვივით აღარ ეკცევი რომ მიდიხარ ბაღში და მოგლი ჯოისა და წვის სუნოდასუნა ქსიამონებს რო არის აღარ ცხეს და უწყები ჯანი ჩიჩქნას რომ შენი გვარი და სახელი ამოკვეთო და პლიუს ნინო უდრის სიყვარულს რასაც აკეთებენ ეს აღარ მოგიწევს აი რამდენ რამეზე ვარი უნდა თქვათ აღარც ავტობუსში დააგდებ ქაღალს აღარც მიაფურთხებ ვიღა არც პადიაში მიაფსამს კაცი და თავის ოთახში კი ლამაზადაა ყველაფერი ამას გაურბის ადამიანი სიყვარულის წესრიგი შემოაქვს და ადამიანის წესრიგი არ უნდა გამიგეთ ხო მე მუდმივად შენთან იქნება ის ღმერთი და გაკონტროლებს ხვდებით რაზეა ლაპარაკი თქვენ მოგიწევთ ქრისტიანობა რომ შემოიყვანოთ პირველი რაცაც გააკეთებთ გვერდზე ვინც არის იმასთან მიხვიდე და გადაუშალოთ თქვენი გული არა როცა შემოვა ქრისტე და სიყვარული თქვენ არარავა იქნებით მარტო გექნებათ სიყვარული და გამოანათებთ მაგას პირველ იმ წუთშივე დაინახავთ რომ თქვენ წინ არწებული ადამიანები როგორ იმსახურებენ სიყვარულს და თქვენ კიდე არასოდეს მათზე სიყვარული არ გამოგიმჟღავნებიათ და თუ არ შემოვა მით უარესი მაგათთვის თქვენ ხომ სიყვარული გექნებათ ოჯახში და ერთი კაცი იქნება ვინც სიყვარულის კოცონს დაანთებს სიყვარული პასუხისგებლობაა და უნდა ცუდად გახდეს ყველაზე კაი თეორია სიკვდილის მერე მე არ ვიქნები მამ ჩემიც არ იქნება აქედან პასუხისგებლობა ნოლია დასკვნა ადამიანი გაურბის სიყვარულს იმიტომ არ უნდა ღმერთი იმიტომ რომ ღმერთი სიყვარულია აი რატომ არ იღებენ ღმერთს და თუ იგონებენ იცით როგორ ღმერთს აი როგორც აღმოსავლურ რელიგიებშია იმათი ღმერთი მკაცრია რაღაცნაირი ისეთი დაუნდობელია სიყვარულის მატარებელი არც ერთი აღმოსავლურ რელიგიის ღმერთი არ არის თორე ესეთი რამე მარტო სიყვარულს ვინც ხადაგებს ეს არის ბიბლია და სახარება განსაკუთრებით სახარება რომელიც შემოგვინახეს 24000 ხელნაწერით 24000 მსგავსი რამე მეორე არ მეგულება თან კიდე ორიგინალს დაშორებულია 200 წლით მაშინ როდესაც ჰომეროსი მეორე ადგილზე გადის ჰომეროსის ოდისეა და 1000 წლის ისა გვაქვს ხელნადაშორებული ორიგინალს 1000 წელი და 600 ხელნაწერი მაგისი კი არის 600 მაგრამ გადაუჯოყრა ყველას აი ამ ახალ აღთქმამ 24000 ხელნაწერი არის ეს პატარა ფაქტები არ არის ჩემო მეგობარო ძველი აღთქმაც რაც შეეხება ეგეც იმით არის შემონახული 800-მდე ხელნაწერით ეს პატარა ამბავი არ არის ასე რომ ფაქტი ნამდვილი არის ეგა ფაქტებია ეს თუ ვისაც ფაქტები უნდა და ფაქტს მოგეხსენებათ დანახვა უნდა დაკავშირება უნდა ლოგიკური მუშაობა სიყვარული უნდა როცა სიყვარული გაქვს ეძებ როცა მე სიყვარული მჭირდება ვეძებ იმას ვინც შექმნა სამყარო და მე ვხედავ რომ სამყარო სიძულვილით არ არის შექმნილი სამყაროში უდიდესი სიყვარულია და სიყვარულის გარეშე არც ნებისმიერ ცხოველისა ფორმა სიცოცხლისა არ გაჩნდებოდა და ასეთი სილამაზე სამყაროში რო არის არც სიძულვით და ზიზღით და არც შემთხვევით შეიძლება გაჩნდეს ასეთი მრავალფეროვნება რა ულამაზესი პეპლები რო დაფრინავს როგორ ის არის მზეზე დაარტყავს ისეთი უნიკალური რამეა გადაირევით ეს შეიძლება ისე შეიქმნას შემთხვევით აი ესე რა აფეთქდა და მოიყარა და ყველა და მას მე დაიწყო მექანიკური ტრიალი და ჩვენ ვართ მე რა ქვია მეების ქიმიური ელემენტების გროვა ნაერთი შემთხვევით შეიყარა ეს ერთ ადგილზე და გაეს მილიონი წლების შედეგად და წარმოიქმნა სიცოცხლე აი ზღაპარი არის ხო
ოსურ ზღაპრებშიც არ წამიკითხე ესეთი ზღაპარობა. ეს რო ზღაპარი არის. და აქ კიდე რეალობა ადამიანი უფრო ცოდვად დაცემული მიელტვის ზღაპრებს და რეალობას გაურბის. რეალობა არის ბიბლიაში მოწოდებული ყველაფერი. და ზღაპრებისგან მიელტვის ადამიანი, ხო? აი მან უნდა დაგაფიქროთ 118 ფსალმუნი წაიკითხეთ. აბა ნახეთ როგორია დაწერილი ეგა. გაოცდებით ადამიანი ესეთ რამეს არ წერს. გახსოვდეთ ინფორმაცია მოცემული არის, ღმერთი რომ არ იყოს, ინფორმაცია ჩვენ არ გვექნებოდა. ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას. არ მიატოვებს ადამიანი თავის საყვარელ არსებას, ღმერთი თავის საყვარელ არსებას და აი სიყვარული, აი ყველაფერი რო ჩანს და ყველაფერი ასხივებს ამ სიყვარულს, ამაზე უამრავია დაწერილი. აუცილებლად უნდა იყოს გონივრული არსება, რომელსაც უდიდესი სიყვარული უნდა ქონდეს ჩვენი სამყაროისა. მაგრამ ამ თავისუფალი ნებისა გამო კიდე ადამიანი ძალით ვერ შეიყვარებს ვერავის. ჩვენ გვიყვარს, იმიტომ რომ პირველად მან შეგვიყვარა. პირველად მან შეგვიყვარა. მითითება ის კი არა მარტო წაიკითხო, უნდა იკვლიოთ თან, იცით? ეგა სული საზდუარი ჩვენ. იცით რატო გჭირდება ეგა? აი ეგ რო იყოს, მაგალითად ეგ აღარ დაგჭირდება, იქ სადაც უკვე ტავება და სადაც არის უკვე სიცოცხლე და მარადისობაში. ეგ არ დაგჭირდება. აქ იცით რატო გამოგვაყოლა ღმერთმა ეგა? ციხეში ვარ და გასასვლელებს გვასწავლის. ხო, ეგ არის ერთგვარი პროექტი, რომელი პროექტის მეშვეობით ჩვენ უნდა გავიდეთ. აი მამაძაღლობისგან, რომელსაც ცოდვა ქვია, ცოდვა დაცემა. და თან კიდე ამას ჩვენი ძალებით კი ვერ ვაკეთებთ. ამან გებულობთ იმას, რომ თვითონ ღმერთმა გააკეთა ეგ გამოისყიდა ეგ ცოდვა. ამიტომ გამოგვაყოლა ღმერთმა სიტყვა ღვთისა. ეგ არის წერილი ღმერთისა და იცით რატომ? რომ აქ გავძლოთ ჩვენ ციხეში დროებით, რომ დიდხანს ამას არ უწერია ცხოვრება, ეს მოხდა ჩვენი დაუდევრობისა გამო, ჩვენი დაუჯერებლობისა გამო, რომ ასეთ ვითარებაში აღმოჩნდით. იმიტომ რომ თავდაპირველად ესეთი არ იყო დედამიწა. რო ქმნიდა ღმერთი ამ პროექტს ისეც დაუშვა წინდაწინვე რა მოხდებოდა და გამოსყიდვის გეგმაც იქვე ქონდა. განა მერე და მერე ჩასწორებები დაიწყო. წინდაწინ ყველაფერი იცოდა და მაინც გაუშვა. მაინც დაიწყო ქმნა. და თქვა რომ ვიღაცას მაინც გავაბედნიერებთ. თუ თავისუფალი ნების გამო, ესე იგი, თუ ადამიანი ინებებს თავისნებით, მოვა ისევ ჩემთან. მან ხო იცოდა რომ აი ესეთი რამე, ღმერთმა იცოდა ყველაფერი წინდაწინ. იცოდა რომ ცოდვას დაეცემოდა ადამიანი, იცოდა ყველაფერი რომ წინდაწინ იცოდა, წინდაწინ ქონდა გამოსყიდვის გეგმა. მას ყველაფერი ქონდა და დაიწყო. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მაგალითად რო იძახიან ესეთ კითხვას უსმენ ყოველს. აი ცოდა რატო აკეთებდა ესე, ის რატო დასვა? ეს ყველაფერი არის ადამიანური გონებიდან დასმული კითხვები. კაცო, ქმნადობა კაი რამე არის, სიცოცხლე კაი რამეა. არსებობა უფრო კაი რამე, ვიდრე გაქრობა. თქვენ არ ვიცით როგორ მოიაზრება თქვენში გაქრობა, მაგრამ მე ყოფნა უფრო იმათ მიმაჩნია, ვიდრე არ ყოფნა. როგორ თქვენ მთელი ცხოვრება რო დაიბადეთ, ყოფნაში ხართ და გახარებთ ასე თუ ისე რაღაცა მომენტები ცხოვრებისა. ყოფნა მოკლედ უნდა ვთქვათ რომ კარგი რამეა. რატომ გონიათ რომ არ ყოფნა კარგია? წარმოგიდგენიათ ნიბიძიე, არ ყოფნა. ნებიც და ნიბიძიე რუსულად. ესე იგი, არაყოფიერება, არ ყოფნა. თქვენ წარმოგიდგენიათ ესა? ერთი წამით წარმოიდგინეთ რა ცუდი გრძნობა არის. ღმერთმა არ ყოფნა კი არ შექმნა. ყოფნა. ყოფნაში შემოგვიყვანა ჩვენ. თან მოგცა ისეთი სტატუსი, რომ სხვას არ აქვს ესეთი სტატუსი. ჩვენ მასთან დაგვაახლოვა. აი ამას რო ქმნიდა ეგა, იცოდა რომ შეცდომასაც ექნებოდა ადგილი ჩვენი მხრიდან. გაითვალისწინა წინდაწინ ესეც გამომსყიდველი. გაითვალისწინა ახალისა და ახალი და ყველაფერი პროექტი დევს. გამოსყიდვის ის შესრულდა. აი ახლა ეს წერილი რო გამოგვატანა ჩვენ, აი წერილის გარეშე ხო ვერ გავიგებდი მე ამას. იმიტომ რომ შინაგანად ადამიანი ისეა მომართული რომ ეძებს, გასასვლელს ეძებს. ფილოსოფოსების ძებნა რა არის? ამ გასასვლელიდან გასვლა. და ვერ იპოვნი. ვერც ერთმა ფილოსოფოსმა ვერ იპოვა ეს. გასასვლელი ნიშნავს ყველამ აღმოაჩინა რომ ეს რაღაცა სიკვდილით სადაც არის და ეს უწესრიგობა და ნგრევა და ომები ეს კაი ქვეყანა არ არის. სწორია, ფილოსოფოსები მივიდნენ აქამდე. მაგრამ ეს კაი ქვეყანა რო არ არის. ვინ შექმნა ეს ასეთი? რა დღეშია დღეს მსოფლიო? დედამიწა ასეთი იყო თავდაპირველად? აი სწორედ ბიბლია გვეუბნება რომ ასეთი არ იყო. ასეთი რო არის ახლა დედამიწა თავისი დაავადებებით, თავისი სიბერით, სიკვდილით, აი გაუთავებელი ომებით, აი ძლიერი რო იმარჯვებს, სუსტი დაპირისპირებებით, ეს ყველაფერი დარვინმა რო დაინახა. ესეთი კი არ არის. ესეთი არ იყო. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ადამიანმა
შეცდომა დაუშვა და ღმერთს დაშორდა. სულიერად მოკვდა ადამიანი. ესე იგი, სული მკვდარია რა, დაიწყე შენ ცხოვრება და ასეთია ქვეყანა უკვე. და გონია რომ ეს არის ნამდვილი. და ეძებ ახლა ენერგიებს და რაღაც იმებს. გამოგვატანა რა წერილი, ვინც ამას მიიღებს, აი ის დაბრუნდება სახში. ვინც ამას ვერ მიიღებს, ის ღმერთთან სახში ვერ დაბრუნდება. და არჩევანის წინაშე ვარ სულ. ნახეთ რა მარტივი არის ეს. ეს ბიბლია კიდე კაი ღმერთმა ეს თვითონ თავისი იმით არის დაწერილი. ეს ღმერთის დაწერილია. ყველა სხვა წიგნებისგან განსხვავებით ეს წიგნი არის ღმერთის მიერ დაწერილი. სხვა დანარჩენებს ადამიანები წერენ. აი შრომები იმისი პლატონის, არისტოტელეს, დარვინის, სტალინის, ლენინის. ესენი ადამიანები ცდება. სულ წინააღმდეგობებით არის სავსე დარვინის წიგნი რო წაიკითხოთ. თქვენ თვითონ იპოვეთ, ფანქარი აიღეთ და ნახავთ. რა პირველ ფურცლებზე რასაც წერს, ბოლო ფურცლებზე იმის საწინააღმდეგო არის. ბიბლიაში არაფერი არ არის მსგავსი. ღმერთის მიერ არის ეს დაწერილი. გამოგვატანა ჩვენ, რომ ციხეში წინ და წინ გაითვალისწინეს, რომ ციხეში ადამიანს უნდა შეაწოდო სინათლე და იმედი უნდა მიცე, რომ გამოგიყვან ამ ციხიდან და ველოდებოდით ხსნელს. ციხიდან ხსნელი ხომ კარგი რამეა? პატიმარი რო ელოდება, ახლა შევიღაცა გარეთმელი იმაზე რაღაცა მოხდება და გამიყვანენ. ზუსტად ჩვენ პატიმარები ვართ, მონები ვართ, ცოდვისა და მაცხოვარი ქრისტე არის მხსნელი. აი ეს გამოუშვა, მიიღო სამყარო, გადარჩება. არ მიიღებს, დაიღუპება. ერთ-ერთი მათგანი მე ვარ, ვინც მიიღო იესო როგორც მხსნელი, ჩემი ციხიდან გამომყვანი. მე მათი არაფერი არ გამიკეთებია იმისთვის. მივიღე და მჯერა და აი გებულობ ციგნებიდან. მე მის წერილს ვკითხულობ. დადასტურდა რა. განსხვავება ეს არის ჩემსა და თქვენ შორის. და მე ცოდნაზე ვარიკი არ მithქვია. უბრალოდ გადავხაზე ყველაფერი, ღირებულებები ამოტრიალდა. სხვანაირად დაუწე ყურება ყველაფერს. ანტაგონიზმი აღარ არის ჩემში. აღარ არის ზიზღი, სიძულვილი, რასიზმი, აი ესეთი რაღაცები დამღუპველია. ვცდილობ ვიზრდები. მოკლედ სიყვარული შემოვიდა ჩემში ადამიანისა ხო? აღარ არის ჩემთვის ის ჭკვიანია, ის დებილია, ეს მაღიჯე. უბრალოდ ეხლა თავს ხო ვერ შეაწუხებ ვერავის. არ ვაწუხებ. ჩემი მოვალეობა მე მიყვარდეს ყველა, მაგრამ თუ იმას არ უყვარვარ, არ არის პრობლემა, მე ჩემთვის ვიქნები, უიმისოთაც ვიქნები. ხო, მაგრამ სიყვარული ხო უნდა ატაროს, აღარ ღმერთის სიყვარული. მე მასეთი ადამიანები, ვისაც ღმერთი უყვარს, მასთან ურთიერთობა. კარგი რამეა ესა. და ამაზე კარგი სასიხარულო ამბავი ჩვენ ვერცერთმა რელიგიამ ვერ მოგვაწოდა. გაიმარჯვა ღმერთმა სიკვდილზე, სიბერეზე და ერთვენიერ დღეს მე გამიხმობს თავისთან და ავდგებით ჩემ პირვანდელ უფლებებში. სხეული ჩემი განდიდდება და გადაადგილება ახლა მიჭირს და მაშინ აღარ გაგვიჭირდება ჩვენ. ამისთვის შექმნა სამყარო. მოკლედ სამყარო იქნება ადამიანისათვის. შეეძლო ღმერთს არ შეექმნა ადამიანი, იქნებოდა ისე რა. იმან თავისთვის კი არ შექმნა ეს. ჩემ მონაწილე გამხადა მე. აი კიდე მიმოვიდე ღმერთს უჩვენოთ კარგად იქნებოდა. ეს თუ მაგას დამატება ჭირდება ვიღაც ადამიანების და ღმერთი არ ყოფილა. იგი ნაკლოვანი ყოფილა. იგი უნაკლოა. მას არ ჭირდება არავინ და არაფერი. მაგრამ როდესაც იგი მე მაჩენს, ამით მე მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას, რომ მონაწილე გამხადოს იმ სიხარულისა, იმ ბედნიერებისა, იმ ნეტარებისა, რომელშიც თვითონ არის. გამიგეთ? ეს დიდი სიყვარულის დადასტურებაა. ღმერთმა დაადასტურა სიყვარული იმისა, რომ მე გაგმაჩინა, რათა მონაწილეობა მივიღო ამ სილამაზეში და არაყოფიერებიდან შემოვედი ყოფიერებაში. ამიტომ ყოფნა კარგი რამეა. არაყოფიერება რო იყოს, მაშინ ღმერთიც არ უნდა იყოს. რაკი ღმერთი არის, მარადიულად არის, იგი უკვდავია, დაუსაბამოა, უსაზღვროა, სიყვარულია. მე სიყვარულის მატარებელი თუ არის, მაშინ უნდა ყავდეს არსებები, რომ შენი სიყვარული გადავიდეს. ისე რადგან ეს სიყვარული? იმიტომ რომ თვითონ ღმერთის არსებობა გულისხმობს იმას, რომ როგორც ვითარცა მოსიყვარულე, აუცილებლად უნდა იყოს პიროვნა, ვისაც ამის სიყვარული გადავიდეს. ასეთი ვართ ჩვენ ადამიანები. მის ხატს რო ვატარებთ, გამიგე? და ორი ერთმანეთთან ურთიერთობს. აი ადამს თავისი სიყვარული ხო სჭირდებოდა რომ რეალიზირებული ყოფილიყო ვიღაცაზე. აი გაუჩინა ქალი. და სიყვარულიც ნახე უკვე ხდება ამათი სიყვარულში გაერთიანება. ასევე ღმერთმა იმიტომ გაგვაჩინა ჩვენ, რომ მიგე როგორც მოსიყვარულე არსება,
სჭირდება სიყვარული ვიღაცაზე გაიცეს. დამოკიდებულია ის იმაზე რომ იტყვიან რომ ღმერთს ხო შეიძლება უჩვენთაც ხო მაგრამ ის თუ მოსიყვარული არსება, სიყვარული ისეთი რამეა, აუცილებლად სჭირდება არსება. გამიგეთ, რომ გამოამჟღავნოს. თუმცა უჩვენოთ ის კარგად იქნებოდა. წინააღმდეგობაში არ ჩავარდეთ. აი მე არ ვიქნებოდი, მე მონაწილე. აი რა მიხარია. ის უჩემოთ ძალიან კარგად იქნებოდა. მაგრამ ვითარცა სიყვარულიც რო ასყივებს ისა მე რომ მონაწილე გამხადა, ამით დაადასტურა მან რომ რაუდენ მოსიყვარულია. თუ არა და მე არ გამაჩენდა. მე მონაწილე გამხადა ამ გრძნობისა. და ის ისეთი აღმატებულია ჩემი, რომ თუ ვერ გავარცელებდი ამ სიყვარულს, გამიჩინა ისეთი არსება, რომელზეც ვრცელდება ჩემი სიყვარული, მხოლოდ იქიდან მოწოდებული. ასეთი არის ქალი. და ეს ახლა სატანამ დაამახინჯა და აქცია ესენი ემოციებად, ვნებებად და ეს ემოციები ცვდება ასაკის და მოსვლის დროს. აი როგორც კი ასაკი გაგვივა ჩვენ, ესენი ყველაფერი ხუნდება, ვშტერდებით და რომ გავღიზიანდებით და აი იცი რომ თითქოს ეს გვავიწყდება, გამიგე რომ როგორი სიხარულით შევხვდეთ პირველი თქვა ბავშვი რო გაგვიჩნდა. ეს გზნობა საწავი და კითხვა უნდა დაუსვა. ღმერთი არ არის თქვენში და იმიტომ. ღმერთი ამიტომ არის საჭირო რომ უღმერთოთ ადამიანი ვერ გაძლევთ იცი და მე გამყურები არ როგორ დადეს ეს ხალხი აი გაოცებული ვარ რა სიყვარული და ღმერთის გარეშე შეიძლება ვინმე გიყვარდეთ. ეგ ხო ემოცია რომელიც გახუნდება. სიყვარული მარადიულია. აი მე-13 თავი კორინთთა წერილი წაიგითხეთ. სიყვარულზე არის მათ ეგ თავი. პირველი კორინთელთა მიმართ 13 თავი. აღდგომაზე მე-15 თავი. აი იმიტომ არის ასაკითხებს რო ამუშავებ, რაღაცა გაიხსნას თორე ასე არაფერი არ გამოვა, ლაპარაკი არის თქვენი სულის გადარჩენაზე. არც არაფერი არ გიშველით. გადახვალთ იქ და აი მერე კი გვიანღა იქნება როგორც წუნათითზე გბენანი პირდაპირ წერია სახარებაში იქ უკვე ხვეწნას აზრი აღარ აქვს. სანამდროა ადამიანს მუდამ ამაზე უნდა იფიქროს, ამაზე კაი ძვირფასი რამე რა არის მეგობრებო. რომ არის დიდი იმედია რომ არის ქვეყანა, არის სამყარო, არის უხილავი, არის სხვა განზომილება, არის ღმერთი, არის უკვდავება, არის განდიდებული სხეული, არის სხვა თვისება. აღარ ვიქნები და იცი რა არის გულშემაწუხებელი მაიმუნისგან წამოვედით და მერე გავქრებით. ესე იგი ევოლუციის თეორია იმიტომ გავიარეთ ჩვენ, რომ ბოლოს დასრულებული იყო მარქსიზმის ისეთი შეხედულებით, როგორც არის სიკვდილის მერე გაქრობა. მაშინ რა აზრი აქვს ევოლუციას? სადღაც ევოლუციის თეორიით მაშინ მაინც უნდა წავიდეთ და ისეთ დონეზე უნდა მივიდეთ, რომ უკვდავებაში უნდა შევიდეთ. აი კიდე გასაგებია. მაგრამ ნახეთ ევოლუცია თვითონ მატერიალისტები და მარქსისტები როგორ ეწინააღმდეგებიან ევოლუციურ პირველ საწყისებს. ღირდა კი იმათ მოსვლა, რომ ჩვენ გავქრეთ, რაღაც საჭირო იყო მაიმუნიდან ადამიანად ვიქენით მაღალურ და მე სიკვდილის რაც ჭირდება მაღალ ორგანიზებული რამ. თუ მე გავქრები, მაშინ რაღა აზრი ქონდა ჩემ ევოლუციას, რომელმაც დაიწყო ათვლა ინფუზორიიდან და მოვედი ადამიანამდე. ყველაფერი ევოლუციის თეორიაში გვირგვინი არის ადამიანი, ხო? იმიტომ რომ სანამ ადამიანად მოვიდოდი, მე უნდა გამევლო თელი პროცესები, ციკლი, დაწყებული პირველი უჯრედიდან, ფრინველი დამთავრებული ეს და მოვედი ადამიანი და ჩვენი წინაპარი უშუალო წინაპარი მაიმუნი. და ადამიანობით მთავრდება ჩემი ევოლუცია და ვქრები. მითხარით აბსურდი არ არის? გაქრობისთვის რა თუნდა მილიარდი წლები ევოლუციას. რაღაცა ბევრი რამე დაუკავშირებელი და რაღაცა ფანტასტიკურ, რაღაცა მახინჯური თეორიასთან აქვს საქმე. გადავხედოთ ბიბლიას რაც გვეუბნება. ღმერთი ქმნის ძალიან მაგრათა ხარ. მე შეცდომას უშვებ. გამოდიხარ ღმერთიდან კონტროლიდან, აღარ უჯერებ ღმერთს. აღმოჩნდი ცოდვაში. ცოდვადაცემული ადამიანი უკვე კვდება სულიერად, კვდება ხორციელად და იმედით მოდის რომ გამომხსნელი იქნება ღმერთი, რომ ეს სიკვდილზე გაიმარჯვოს. 6000 წლის მერე, 5000 წლის მერე სამყარო შექმნა მოდის იესო და ამას დანაპირები შესრულებულია. ამის მერე გადის კიდე 2000 წელი, უკვე მე 7000 წელი შევართ და დავამთავრებთ, ხო? 2000 წელი და ველოდებით მეორეთა მოსვლას იესოს ქრისტესისას, რომელიც ამ დედამიწაზე კიდე კარგ მეტამორფოზას გააკეთებს, ისეთ მეტამორფოზას, რომელიც მას მოუხდენია მიწიერი ცხოვრების დროს, როდესაც იგი ორი მოწაფის თანხლებით მან ფერი იცვალა, აი გასპექტაკლდა და რაღაცნაირად გამოიცვალა მისი. აი ესეთივე სახეს მიიღებს დედამიწა ღმერთის ერთი თვალის თაღამოყრომაში შეიცვლება ყველაფერი. და აი აქ დედამიწა იქნება რაღაცა ზღაპრული, აი ზღაპრული რამ.
აქ იმეფებს იგი. ამას ისტორია აქვს თავისი. ეს დასრულდება და შემდეგ ახალი იქმნება. როგორ გონიათ ეს დედამიწა სულ მუდამ იქნება? იქითკენ არ ამედ ეს ყველაფერი, ეს თერმოდინამიკის მეორის კანონი, ეს არის ყველაფერი უნდა დაინგრეს. ესე იგი გრევას ექვემდებარება ყველაფერი, უწესრიგობას. თერმოდინამიკის კანონი ვრცელდება უნივერსალური კანონია და ყველაფერზე, აბსოლუტურად ყველაფერზე. სიყვარულზეც თუ ღმერთი არ აღწამს, მაგაზედაც ვრცელდება. იყავი შეყვარული, ახლა აღარ ხარ. თან ასაკი დააბერდი რა, აღარ დროს სიყვარულია რა. აი ქრისტიანობას არ ეხება თერმოდინამიკის კანონი. იმიტომ რომ ქრისტიანობა ეს არის სული, აღორძინებული სულია, ღმერთთან ურთიერთობს. ის გრევას აღარ ექვემდებარება.